მშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს 24 თებერვალია, სუსხიანი, თოვლიანი და ცივი დილა. თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ანა შამლაძე და დემეტრე ზოიძე ვართ. გახლავართ დილო მშვიდობისა, ანა მივესალმებით დილის ტალღის ერთ გულ მაყურებელს, მოკლედ კი ახსენეს სიცივე და სუსხი, მაგრამ გულში მაინც დარია, რა თქმა უნდა და ისეთი ამინდია გარეთ, ჯერ არ არის გათენებული საკმაოდ რომ გამოხვიდეთ და იგუნდაოთ, მაგრამ თოვლის ხარისხიც კი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გამოიყვანოთ თქვენი ბავშვები, იგუნდაოთ არ დასველდეთ და მშრალად გაატაროთ და ბედნიერად დაუიწყარით დღე. იშვიათი თოვლი გვაქვს ბათუმში და ძალიან გახარებულებიც ვართ და ამავდროულად ცოტათი შეციებულებიც, თუმცა არა უშავს. წინ საინტერესო ეთერი გველოდება, დარჩით ჩვენთან ერთად, ნახოთ ახლა გადაცემის ანონსი და მალე დავბრუნდებით. დღეს 24 თებერვალია. არ დაუშვათ სხვების აზრებმა თქვენში შინაგანი ხმა ჩაახშობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეთ გამბედაღობა. მიყევით თქვენს გულსა და ინტუიციას. ეს სტივ ჯობსის კომპიუტერული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის სიტყვებია, რომელიც 1955 წლის ამ დღეს 24 თებერვალს დაიბადა. ხოლო ზუსტად 87 წლის წინ ამ დღეს ხელოვნურ ბოჭკოვანი კბილის ჯაგრისი გამოიგონეს, რომელიც ნეილონის ღერებისგან იყო დამზადებული და რომლის მოდელის მიხედვითაც მზადდება თანამედროვე კბილის ჯაგრის. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ამბები რუბრიკაში ამ დღეს. 19 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში საკუთარ თავს მეფე უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ამბავს პოპ მუსიკის დედოფალი მადონაც გამოეხმაურა და თავის ინსტაგრამზე სტორიც მიუძღვნა. არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა. შონ კომსის ადვოკატად განაცხადა PDD-ის ადვოკატმა ენტონი რიკომ. რა კრიზისის წინაშე დგას PDD, რომელიც გასულ წელს გახმაურებულ საქმეზე დააკავეს. დეტალები რუბრიკაში, ვებ სიახლეები. გარეთ თოვს ცივა, ამიტომ გასწავლით როგორ მოამზადოთ ჰოთ-დოგების სახლურად. ჩაინიშნეთ შენი კერძის იდეა ქეთა თხილაიშვილისგან. გადაცემის მეორე ნაწილში არ გამოგრჩეთ უტყუარი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბები კი ჯიჯისგან გელოდებათ. სოფლიო ისტორიაში რამდენიმე იდეამ არა მხოლოდ მეცნიერება და ტექნოლოგია შეცვალა, არამედ კაცობრიობის მომავლის ფორმირებაც განსაზღვრა. როგორ შეიქმნა ატომური ბომბი, რამდენი მილიარდი დაჯდა პირველი ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და როგორ აშენდა პანამის არხი, რომელმაც ვაჭრობის მსოფლიო რუკა თავდაყირა დააყენა. ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული იდეები რუბრიკაში შენი იდეა. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ბედოშვილს და გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები მთელი კვირის განმავლობაში. გადაცემის მესამე ნაწილში, როცა გონება მშვიდდება და სხეული თავისუფლდება, იოგა უბრალოდ ვარჯიში აღარ არის. ის ცხოვრების ფილოსოფიად იქცევა. როგორ მოქმედებს იოგა სხეულზე და გონებაზე, როგორ ცვლის ის ადამიანის შინაგან სამყაროს, გაიგეთ მეტი ჩვენს სიუჟეტში. და ბოლოს, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მანიფესტაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტექნიკაზე, ასკეზაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი დაბალი სიხშირის ენერგიას მატერიალურ სურვილში გარდაქმნის. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. როგორც ნახეთ, ასეთ საინტერესო გადაცემა გველოდება წინ, თუმცა მანამ აუცილებელია რომ გავიგოთ როგორი ამინდის პროგნოზი. ნახოთ, როგორი ამინდი შენარჩუნდება დღის განმავლობაში სრულად საქართველოში. დღეს ბათუმში +2 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა და ითოვებს. სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში. ქობულეთში 2 გრადუსი, ქედაში 0, შუახევში 2 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, ხულოში 3 გრადუსამდე დაეცემა, გოდერძის უღელტეხილზე კი -7 გრადუსი იქნება დღის ტემპერატურა. ოზურგეთში +2, ურეკში +4, ლანჩხუთში +3, ჩოხატაურში +2 და ბახმაროში -6 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. ფოთში 4 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, ანაკლიაში 6 გრადუსი, სოხუმში 3, ზუგდიდშიც 3 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში +3 გრადუსამდე დათბება ჰაერი, საირმეში -4 გრადუსი იქნება დღის ტემპერატურა. მესტიაში -5 გრადუსამდე დაეცემა ჰაერი, ჰაერის ტემპერატურა, ბორჯომში -2, ბაკურიანში -6, აბასთუმანში კი -4 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა.
ახალციხე -2, გორში -1, ცხინვალში -2, თელავში 0 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქშიც 0 გრადუსი სითბოა დღის ტემპერატურა, როგორც ხედავთ, სრულად საქართველოში დღის განმავლობაში ნალექი შენარჩუნდება და ესეთი შესანიშნავი ამიდია თუ ვკითხავ. კი, ჩემთვის ნამდვილად შესანიშნავი. უფრო დეტალურად ბუნებრივია მოცოტა მოგვიანებით კობა ფარტენაძე გვეტყვის თუ როგორი იქნება დღის განმავლობაში ამინდის პროგნოზი. კი, ეხლა უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და გავიგოთ ოფიციალური ვალუტის კურსი დღევანდელი დღის 24 თებერვლის. ჩვენს ეთერში ვალუტის დროა. –24 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 80 თეთრია. 24 თებერვალს 1 ევროს 2 ლარად და 93 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 54 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. დაიკლო ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 269.715 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 7812 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1866 ლარი ეღირება. დაგებრუნდით ეთერში, ასეთია ვალუტის კურსი. ახლა კი გავიგოთ რა მნიშვნელოვან ფაქტებს უკავშირდება დღევანდელი დღე, ანუ 24 თებერვალი რუბრიკაში ამ დღეს. არ დაუშვათ სხვების აზრებმა თქვენი შინაგანი ხმა ჩაახშოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეთ გამბედაობა მიყვეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ როგორღაც უკვე იციან, ვინ გინდათ გახდეთ. ყველაფერი დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანია. ეს სტივ ჯობსის სიტყვებია, რომელიც 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა. კოლეჯში გატარებული 1 სემესტრის შემდეგ მან სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ კალიფორნიაში ავტოფარეხში კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან სტივენ ვოზნიაკთან ერთად Apple-ის პირველი კომპიუტერი შექმნა. მას შემდეგ სტივს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია. ჯერ iPod-ი შექმნა, შემდეგ iPhone-ი, ცოტა მოგვიანებით კი iPad-ი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელია. ამ წარმატებამდე იყო მისი სამსახურიდან გაშვების საკმაოდ უცნაური ამბავი და Apple-ისთვის დაკარგული 11 წელი. ის სამსახურიდან გაათავისუფლა ადამიანმა, რომელიც თავად დაიქირავა. მოგვიანებით 1997 წელს სტივი Apple-ში აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა და თითქმის გაკოტრებულ კომპანიას თავიდან შესძინა მეორე სიცოცხლე. ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. სტივი აღნიშნავდა, რომ Apple-ის უპირატესობა იმაშია, რომ მასში ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთთანაა შერწყმული. გადადგომიდან რამდენიმე თვეში 2011 წლის 5 ოქტომბერს სტივ ჯობსი პანკრეასის სიმსივნით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სტივ ჯობსის სიტყვებს გამოვიყენებ დასასრულს, როდესაც 17 წლის ვიყავი. ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. თუ კი ყოველ დღეს ისე იცხოვრებ, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა, ერთ დღეს ის მართლაც ბოლო აღმოჩნდება. ამ ფრაზამ ჩემში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ ყოველ დილით სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვეკითხები დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს. გავაკეთებდი თუ არა იმას, რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ. როდესაც პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფითია, ხვდები რომ რაღაც უნდა შევცვალო. 2011 წლის 5 ოქტომბერი სტივ ჯობსისთვის მართლაც უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. Apple-ის ერთგულ მომხმარებელს მან კითხვა დაუტოვა, გარდაიცვალა სტივ ჯობსი თუ გარდაიცვალა Apple. და გადავალ ანასთან მსგავსი ანალოგიური შეკითხვა. ჩემი აზრით გარდაიცვალა სტივ ჯობსი თუ გარდაიცვალა Apple? არც ერთი და არც მეორე, იმიტომ რომ სტივ ჯობსი არ ვიცი ერთ-ერთი ალბათ ის პიროვნება, რომელმაც რაღაც ეპოქა შექმნა ამ ციფრული სამყაროსი, აი ყველაფერი რაც დღეს იქმნება, ყველაფრის მთავარი, ანუ ბაზა სტივ ჯობსმა შექმნა და მთავარი სამოტივაციო ფრაზა, რომლითაც ის სხვა ადამიანებს მიმართავდა, ეს იყო რომ უნდა მიყვეს საკუთარ გულს და აუცილებლად გამოგივა ყველაფერი და კიდევ ის ყოველთვის იმეორებდა რომ არასოდეს როცა ახალს შექმნიო, არასოდეს არ
გაჩერდე და არ დასჯერდე იმ სიახლეს, აუცილებლად მუდმივად განავითარე შენი შესაძლებლობები და ვფიქრობ, რომ ესეთი საინტერესო გამოსვლები ჰქონდა ყოველთვის და ეს ფიჩები რაც დევს YouTube-ზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოусმინოს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ უფრო მოტივირებული იყვნენ ადამიანები საკუთარი საქმისათვის. კი, ნამდვილად Steve Jobs შესანიშნავი ციტატები აქვს, ვისაც მოტივაცია თან ზამთარია, თოვლია გარეთ გვეზარება გასულოთ, ნამდვილად კარგი რჩევა და Google-თ YouTube-ზეც არის Steve Jobs-ის ციტატები და რაღაცა ისე ვთქვათ, კარგ ხასიათებს დავდგებით და მოტივაციაც მოგვეწევთ. ეხლა კი ვაგრძელებთ მეორე ამბით 87 წლის წინ. მსოფლიოში პირველად ხელოვნურ ბოჭკოვანი კბილის ჯაგრისი გამოვიდა. მართალია კბილის ჯაგრისის მსგავს მოწყობილობას ძველიერები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3-მე-4 საუკუნეში იყენებდნენ, თუმცა დღევანდელის მსგავსი ჯაგრისის შესახებ პირველი ცნობები მე-17 საუკუნიდან გვხვდება. ოღონდ ერთი განსხვავებით. იმ პერიოდის პირისხოს ჰიგიენური საშუალება ნატურალური თმის ღერის, კერძოდ გარეული ღორის ჯაგარისგან მზადდებოდა. ნეილონის შექმნამ ორთოდონტიის მიმართულებით გარღვევა მოახდინა. 1928 წელს, სწორედ 24 თებერვალს მსოფლიოში პირველი ნეილონის ღერების მქონე კბილის ჯაგრისი გამოვიდა. მას შემდგომ ჯაგრისმა მრავალი ფორმა შეიცვალა. არსებობს მართკუთხედი, ოვალური, მექანიკური თუ ელექტრო, ასევე არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ღერები. თუმცა ძირითადი მიგნება, რაც 1928 წელს გამოვიდა, დღესაც შეუცვლელია. სწორედ რომ ასეთი იყო დღევანდელი მნიშვნელოვანი თარიღები 24 თებერვალს. კი, 24 თებერვლის მნიშვნელოვანი თარიღებიც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით Steve Jobs-ის ისტორია რომ გავახსენოთ მაყურებლებს, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და გადავდივართ შემდეგ თემაზე. კი, ნიკოლოზ კილაძის სიუჟეტი უნდა ვნახოთ და წარმატებებზე უნდა ვისაუბროთ, აი უცებ რომ დაგეცემა წარმატება. რა აზრის ხარ შენ? აი ამ ყველაფერზე, აი უცებ ლოტარიაში მოვიგე დღეს. გაიყვიდე და მოვიგე. შეგერგება ეს შენი აზრით? კი, რატომაც არა, შენ თუ ამას, რა თქმა უნდა, ხო, შენ თუ ამას აი რაღაცნაირად განავითარებ და ხელს არ გაუშვებ, აუცილებლად შეგერგება ბუნებრივია. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარმატებას უკავშირდება, აუცილებლად შრომასთან არის დაკავშირებული და შრომით არაფერი არ გამოდის ამ სამყაროში. კი, ნახოთ სიუჟეტი. ნახოთ. ლოტარიის ისტორია 1000 წლეულებს ითვლის და მისი ფესვები უძველეს ცივილიზაციებშია. ის პირველად ჩნდება ძველ ჩინეთში ძველი წელთაღრიცხვით 200 წელს, როდესაც კენოს ბილეთები გამოიყენებოდა დიდი სახელმწიფო პროექტების დასაფინანსებლად, მათ შორის დიდი ჩინური კედლის მშენებლობისთვის. რომის იმპერიაში ლოტარია გამოიყენებოდა როგორც საჯარო გასართობი, სადაც მოქალაქეებს საჩუქრებს ურიგებდნენ. იმპერატორ ნერონის დროს კი იგი საქველმოქმედო მიზნებისთვის გახდა პოპულარული. ლოტარიის თანამედროვე ფორმა ევროპაში რენესანსის ეპოქაში ჩამოყალიბდა. საფრანგეთში, ინგლისსა და ნიდერლანდებში ლოტარია გამოიყენებოდა როგორც სახელმწიფო და მუნიციპალური დაფინანსების წყარო. ლოტარია ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიური ეპოქიდან იღებს სათავეს. ჯორჯ ვაშინგტონი და ბენჟამინ ფრანკლინი ლოტარიას იყენებდნენ გზებისა და საზოგადოებრივი ნაგებობების დასაფინანსებლად. 1446 წელს ნიდერლანდებში ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ლოტარია ჩატარდა. 1569 წელს ინგლისში ელისაბედ პირველის მმართველობისას დაორგანიზდა ლოტარია. ლოტარიით გამდიდრებულ ადამიანებს შორის ბევრი გახმაურებული შემთხვევაა. ედვინ კასტრო, რომელმაც 2020 წელს ლოტარიაში 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარი მოიგო. კასტრომ ერთჯერადი გადახდით 997 მილიონი დოლარი მიიღო. მან მალევე იყიდა რამდენიმე ძვირადღირებული სახლი კალიფორნიაში, თუმცა ცდილობს საჯარო ყურადღებისგან შორს დარჩეს. მევის ვანჩიკი, რომელმაც ლოტარიაში 758 მილიონი დოლარი მოიგო. მას შემდეგ, რაც ვანჩიკმა თანხა მოიგო, მან სამსახური დატოვა. თუმცა ამბობენ, რომ მის ცხოვრებაში ლოტარიის მოგებამ დიდი სტრესი და უსიამოვნებები გამოიწვია. მევის მას სცადა საჯარო ყურადღებისგან შორს დარჩენილი იყო. მისი დიდი თანხის გამო უამრავი ადამიანი და თაღლითები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ. ენდრიუ ჯეკ უიტაკერი. მისთვის ეს მოგება და სიმდიდრე ხანმოკლე აღმოჩნდა. ენდრიუ ძალიან ფილანთროპი აღმოჩნდა, მაგრამ მის ოჯახს და ახლოებულებმა მას ფულის გამოზალვა დაუწყეს. საბოლოოდ ის გაკოტრდა და განაცხადა, რომ ლოტარიის მოგებამ ცხოვრება დაუნგრია. გლორია მაკენზი, რომელმაც 590 მილიონი დოლარი მოიგო ლოტარიაში.
ეს 84 წლის პენსიონერის ისტორიაა, რომელმაც თავისი ჯეკპოტი ოჯახის დახმარებისთვის და ქველმოქმედებისთვის გამოიყენა. გლორია ამბობს, რომ მან ბილეთი სუპერმარკეტში შეიძინა. მან იყიდა $1,200,000 მდიდრული სახლი ფლორიდაში. მიუხედავად დიდი მოგებისა, გლორია საჯაროდ არ აქტიურობდა და ცდილობდა ყურადღების ცენტრში არასდროს მოხვედრილიყო. ლოტარია შეიძლება მოკლევადიანად მხიარული და სასიამოვნო გამოცდილება იყოს, მაგრამ მის მოგებაზე დამოკიდებულება სახიფათოა. როგორც ნიკო ამბობს, დამოკიდებულება არაფრით არ შეიძლება არაფერზე, არა მარტო ლოტარიაზე, როგორც დაასრულა სიუჟეტი. და წარმატებები კარგი სიუჟეტი იყო და აი რო უყურებდი კადრებს მეთქი. ცოტა სევდიანი ენერგეტიკა სიუჟეტი. მოკლედ, მადლობა ნიკოლას. დრო არის ახლა რომ გადავიდეთ შემდეგ თემაზე და ვებსიახლეების დრო არის. დილის ტალღაში ავსკროლთ და გავიგოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური ინტერნეტ სივრცეში. ამერიკელმა პოპ ლეგენდამ მადონამ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სტორიში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. მეგონა ეს ქვეყანა მეფის მმართველობას გამოქცეულმა ევროპელებმა ააშენეს იმ ახალი მსოფლიოს დასაარსებლად, სადაც მმართველი ხალხია. ახლა კი ყავს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ თავს ჩვენს მეფეს ეძახის. ეს თუ ხუმრობაა, არ მეცინება, წერს მადონა. მანამდე 19 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში საკუთარი თავის საქებარი პოსტი დაასრულა სიტყვებით დღე გრძელ იყოს მეფე. მოგვიანებით თეთრი სახლის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა ნახატი, სადაც ტრამპს თავს გვირგვინი ადგას. ილუსტრაციას კი კვლავაც მიწერილი აქვს დღე გრძელ იყოს მეფე. სავარაუდოდ სწორედ ამ ყველაფერმა გააღიზიანა მადონა, რის გამოც ტრამპი გააკრიტიკა სტორის. შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდურ ვარსკვლავთა დიდი ნაწილი ტრამპს არ უჭერს მხარს და ისინი ტრამპის მეტოქის კამალა ჰარისის მომხრეები იყვნენ, რომელზეც დიდ მოლოდინებს ამყარებდნენ. შესაბამისად, ტრამპსა და ჰოლივუდელებს შორის ფარული ომი დღითი დღე მატულობს. როგორც ჩანს, არც დონალდ ტრამპისთვის არის ჰოლივუდელი ვარსკვლავები ხელწამოსაკრავი, თუ გავიხსენებთ პრეზიდენტის და ტეილორ სვიფტის წინასაარჩევნო კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება. ასევე სულ ახლახანს თვით რობერტ დე ნიროც დაუპირისპირდა ტრამპს. პრინციპში ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ამ კუთხით ნამდვილად აქვს საფიქრელი, იმიტომ რომ მრავალი წლის მანძილზე ჰოლივუდის სხვადასხვა ვარსკვლავები დიდ გავლენას ახდენდნენ საზოგადოებაზე და ისინიც თავის წილს დებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იდეოლოგიური თუ პოლიტიკური ამინდის შესაქმნელად. ამასობაში კი ასევე ჰოლივუდის წარმომადგენელი შონ კომპსი, იგივე P. Diddy ახალი კრიზისის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა ენტონი რიკომ მისი იურიდიული გუნდი იდუმალი განცხადებით დატოვა. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა შონ კომპსის ადვოკატად, განაცხადა ადვოკატმა. ენტონი რიკომ ასევე თქვა, რომ მისი გადადგომა არ გამოიწვევს მიმდინარე განრიგის შეფერხებას და კომპსი სასამართლოს წინაშე მაისში წარსდგება. 55 წლის შონ კომპსი ბრუკლინის ციხეში ამ დრომდე რჩება, ის გასული წლის სექტემბერში დააკავეს. P.Diddy-ს 17 სექტემბერს ფედერალურად წაუყენეს ბრალი შეთქმულების სექსუალური ტრაფიკინგისა და პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირებაში. პროკურორები ამბობენ, რომ ის აჩუმებდა მსხვერპლს შანტაჟითა და ძალადობის გზით, მათ შორის გატაცებით და ცემით. და ბოლოს Moonworks Resort-ის გუნდის წევრები მთვარის ფორმის სასტუმროს პროექტზე კვლავ მუშაობენ. საუბარია გიგანტური სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც დამსვენებელს დედამიწაზე, კერძოდ დუბაიში მიიღებს. დუბაი ხომ მსოფლიო ინოვაციური არქიტექტურის დედაქალაქია. მთვარის გიგანტური სასტუმრო რამდენიმე სფეროთი იქნება დაკომპლექტებული. თითოეულს კი გრანდიოზული მასშტაბი ექნება სრული, რეალისტური კრატერებითა და ტექსტურით. სფეროების სიმართლე 2024 მეტრი, ხოლო გარშემოწერილობა 2042 ფუტი იქნება. მთვარის სასტუმროს იდეის ავტორების თქმით, გიგანტური სასტუმროს თითეული სფერო ძალიან მდიდრული და თანამედროვე იქნება, სრულად მორგებული დამსვენებლების საჭიროებებზე. გიგანტურ მთვარეზე დამსვენებელი ისარგებლებს საკონფერენციო ცენტრით, რესტორნებითა და სპა სერვისებით, რომელსაც მეტი ეფექტისთვის მთვარის ელფერი ექნება.
სასტუმროს ასევე კოსმოსური ხომალდის სტილის ინტერიერი და თემატური სივრცეები გამოარჩევს, მათ შორის გასართობი პარკიც, არაერთი ატრაქციონით, რომელიც მთვარეზე სიარულის მსგავს შეგრძნებებს იწვევს. იდეის ავტორების თქმით, ეს იმ დამსვენებლებს მისცემს შესაძლებლობას, რომლებიც მთვარეზე სეირნობაზე სულ ოცნებობდნენ. სასტუმროს დასრულების ვადად ავტორები სავარაუდოდ 5-დან 20 წლამდე ვადას ასახელებენ, რაც დამოკიდებულია მეტი ინვესტორის ჩართულობაზე. ეს რო ხანგრძლივი ასევე იმიტომაა, რომ პროექტს უზარმაზარი ტექნიკური გამოწვევები აქვს. მთვარის 4 კურორტის აშენება იგეგმება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც. ასე რომ კოსმოსური ტურიზმი, რომელიც დღეს საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა, რაც მოგზაურობისათვის მთავარი ბარიერია, მალე დედამიწაზე გადმოინაცვლებს. Moonworld Resort-ის სასტუმროში რეგისტრაცია კი სტუმრებს დაახლოებით $500-მდე დაუჯდებათ. აი ესეთი საოცარი პროექტი ხორციელდება დუბაიში. დუბაი ხო ზოგადად საოცრებების ადგილი და სივრცეა განსაკუთრებით არქიტექტურული ინოვაციებისთვის. მოკლედ ასეთი იყო ვებსიახლეები, ჩვენ კი გავაგრძელოთ გადაცემა. გაოცებული ვარ, კიდევ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. მადლობა. 3 წელია დაწყებულია ამის მშენებლობა, თუმცა ალბათ სავარაუდოდ წლები დაჭირდება, იმიტომ რომ პროექტი ნამდვილად ძალიან მასშტაბური და გრანდიოზულია. მადლობა ანა, შენ კი ახლა კი უნდა გავაგრძელოთ მომდევნო რუბრიკის დროა ჩვენს ეთერში შენი კერძის დრო დგება. ჰოთ-დოგს მოგვიმზადებს, ჰოთ-დოგები გიყვარს, ხო? თბილი ჰოთ-დოგები ცივამენში. ბავშვობაში უფრო მიყვარდა, სიმართლე გითხრა, ძალიან დიდი ხანია, მრავალი წელი არ მიმირთმევია ჰოთ-დოგი. და ახლა დავტყვეთ ქეთა თხილაიშვილი სახურად მოამზადებს hot dogs. გემრიელ hot dogs. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღესვე მოგემზადებ hot dog-ის ძალიან სახურ, ჩემებურს და ძალიან გემრიელ და მარტივ რეცეპტს. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდება მდოგვი, სოსისი, მაიონეზი, მჟავე კიტრი, წითელი ხახვი, ბაგეტი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კლასიკური hot dog-ის პურები და კეჩუპი. დრო არ დავხარჯოთ და უკვე შევუდგეთ მომზადებას, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ მივირთვა ეს ჩემი hot dog. პირველ რიგში მოდი მოვამზადოთ соуსი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მაიონეზი უნდა მოვათავსოთ კეჩუპთან. აი ესე. ეხლა ავიღოთ მჟავე კიტრი და მჟავე კიტრის დავჭრათ პატარა ნაწილებად. აი ესე, ეხლა ჩავუყაროთ. ერთი კიდე. ეს არის hot-dog-ის კლასიკური соуსის რეცეპტი, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან პოპულარულია და ყველას ერთხელ მაინც გვსმენია. თან არის უგემრიელესი და არა მარტო hot-dog-ს უხდება ეს соуსი. დავყაროთ ეს და ავურიოთ ახლა კარგად. თან დავამატოთ მდოგვი, ეს არის ამერიკული მდოგვი. კარგად დავურიოთ ამას. ნახეთ ამაზე მოვარდის პროფილი გამოვიდა რაღაც მომენტის. ეხლა ეს გვერდით დავდოთ და შევუდგეთ ხახვის დაჭრას. და დავჭრათ კალება ნახევარი ხახვი. შეეცადეთ თუ დაჭრათ წვრილად ხახვი. დავშალოთ ხა. დავაფუძნოთ. ეხლა აქ დაფაზევე მოვაყაროთ ცოტა მარილი. ხელები თავურიოთ ცოტნაო. და გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთით. მანამდე სანამ მარინადდება ხახვი, სოსისი უნდა გადავიტანოთ ტაფაზე და ოდნავ მოვბრაზოთ, წავედით.
მზად არის სოსისი, ახლა შეგვიძლია შევუდგეთ ჰოთ-დოგის აწყობას. გადმოვიტანოთ პური. წავუსვათ სოუსი. ეხლა სოსისი, რომელიც არის ძალიან კარგად შემდაწული, მოვათავსოთ აქ. ზევიდან სოუსი და გავაფორმოთ დროით. ნახეთ. ეს სახური, მარტივი და უგემრიელესი ჰოთ-დოგი. იგივეს ვივეორებთ მეორეჯერაც, ვაკეთებთ მეორეს. ესე ჩავდით სოსისი. მოვაყაროთ ხახვი. აი ეს. გადავიტანოთ ხაკ. რა სიომაზე გამოვიდა. აი ესეთი სიამაზით გემრიელესობით გემშვიდობებით მომდევნო რუბრიკამდე კეთილი სრულებით. ახლა წავალ, მე შევძვა საერთოდ დავწყვები და ამას შევახრამუნებთ ორივე ძალიან გემრიელი. მადლობა, ქეთას ახლა კი გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილომშვიდობისა. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, წარმატებულ და სასიამოვნო კვირას გისურვებთ. ახლა კი ახალი ამბების დროა. თითოეულობა ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური თოვის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით სამუშაოებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ასევე გამოსულია მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელი. დაფიქსირდა 90-მდე ხელმძენარის დაზიანება, აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ამ ეტაპისთვის უწყვეტად მიეწოდება მოსახლეობას წყალიც. ბათუმში საჯარო ბაღებსა და სკოლებში დღეს 24 თებერვალს სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ჩერდება, მიზეზი ძლიერი თოვა და ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. გასცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ. დილიდან განახლდა გზის გაწმენდის სამუშაოები. აჭარის საავტომობილო გზების პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ გაწმენდილ გზებზე სამუშაოების ჩატარება თავიდან უწევთ, რადგან ინტენსიურმა თოვამ გაწმენდილი გზები თოვლით ისევ დაფარა. თავდაპირველად ცენტრალური ქუჩების გაწმენდა მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ტექნიკა და ცოცხალი ძალა. უწყვეტი პროტესტის 98 დღეს ბათუმში ისევ შეიკრიბნენ აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება. ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ოფიციალური წინასწარის შედეგების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა 28.6%-ით გაიმარჯვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის, მესამე ადგილზე მემარცხენე ცენტრისტული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია. არჩევნების შედეგების თანახმად ოლაფ შოლცი კანცლერის თანამდებობას დატოვებს. წინასწარი შედეგებით მეოთხეა მემარცხენე ლიბერალური ალიანსი 90 მწვანეები, მეხუთე ადგილს იკავებს მემარცხენე პარტია, დანარჩენმა პარტიებმა კი პარლამენტში შესვლისთვის საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადაალხეს. რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 3 წელი შესრულდა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა და აცნობა, რომ უკრაინის დონბასის რეგიონში როგორც თავად მოიხსენიებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა. ომის დაწყებამდე 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც CNN წერს, 2022 წლის შემდეგ უკრაინამ ტერიტორიების 11% დაკარგა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით უკრაინაში კონფლიქტის დროს 40,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულების შორის 669 ბავშვია. მილიონობით ადამიანი იზოლებითაა გადაადგილებული, უკრაინული ქალაქები და სოფლები კი ნანგრევებადაა ქცეული. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ორშაბათს 24 თებერვალს კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდება. ზელენსკის ინფორმაციით შეხვედრებზე მიღება მტკიცე გადაწყვეტილებები. ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი დღეს 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს პროცესში. გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატოს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინაში 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ მზადაა იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში. წყაროს განცხადებით თურქეთში განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას. ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ელ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს ანკარაში შეხვდა. მესტიაში ფესტივალი გიზგიზი დასრულდა. ღონისძიებები ფესტივალის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს სვანური, ტრადიციული და გათანამედროვებული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქტები გამოიტანეს. ფესტივალის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. მეორე წელი ფესტივალი 4-ვე ზამთრის კურორტზე იმართება და მისი მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაა. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ამ და სხვა სიახლეებით კი პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, დაგველოდეთ დროებით. მადლობა სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემეზოიძე და ანა შამილაძე მუშაობთ. ეხლა კი ნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში არ გამოგრჩეთ უტყუარი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენადისგან. სპორტული ამბები კი ჯიჯისგან გელოდებათ. სოფლიო ისტორიაში რამდენიმე იდეამ არამხოლოდ მეცნიერება და ტექნოლოგია შეცვალა, არამედ კაცობრიობის მომავლის ფორმირებაც განსაზღვრა. როგორ შეიქმნა ატომური ბომბი, რამდენი მილიარდი დაჯდა პირველი ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და როგორ აშენდა პანამის არხი, რომელმაც ვაჭრობის მსოფლიო რუკა თავდაყირა დააყენა. ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული იდეები რუბრიკაში შენი იდეა. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ბედოშვილს და გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები მთელი კვირის განმავლობაში. გადაცემის მესამე ნაწილში, როცა გონება მშვიდდება და სხეული თავისუფლდება, იოგა უბრალოდ ვარჯიში აღარ არის. ის ცხოვრების ფილოსოფიად იქცევა. როგორ მოქმედებს იოგა სხეულზე და გონებაზე, როგორ ცვლის ის ადამიანის შინაგან სამყაროს, გაიგეთ მეტი ჩვენს სიუჟეტში. და ბოლოს, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მანიფესტაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტექნიკაზე, ასკეზაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი დაბალი სიხშირის ენერგიას მატერიალურ სურვილში გარდაქმნის. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით. ეთერში და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე ვახსენეთ გარეთ თოვს. ცივა, მაგრამ არის კარგი ამბავი. გულში მაინც დარია.
გულში მაინც დარია. ეხლა კი პირდაპირ ეთერში უტყვარი ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება და გავიგოთ თუ როგორი ამინდები შემორჩება ამ კვირის განმავლობაში. კობა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მშვენიერი დღეა. დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულია ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც ჩვენს ქვეყანაში თოვს. თოვს განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე, სადაც ნალექი ინტენსიური ხასიათისაა. თუმცა მე ამჟამად არ ვიმყოფები სანაპიროზე, თოვლის სიხშირითაც ემჩნევა ეს ყველაფერი, ვარ თელავში. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების თავიდან აცილების ტრენინგზე და ჩვენი ოპერატორი გაჩვენებთ თუ რა მშვენიერი გარემოა დიად კახეთში, სადაც ადამიანები ესე მშვენივრად დილიდან უკვე მოძრაობენ, ტკბებიან თოვლით, ზოგი მიიჩქარის სამსახურში და ასე შემდეგ. ასე რომ მოგესალმებით კიდევ ერთხელ თელავიდან. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, დღეს თოვლია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ძლიერი და ინტენსიური ნალექი მაინც ძირითადად დასავლეთ საქართველოში და სანაპირო კურორტებზე იქნება დღეს, ისევ გაგრძელდება დასავლეთის ძლიერი ქარი და ტემპერატურა დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც მოსალოდნელია 0-თან ახლოს. ანუ დადებითი ტემპერატურა არ გვექნება დღეს. რაც შეეხება ზღვის მდგომარეობას, ღელვა 5-6 ბალია, საკმაოდ ძლიერი შტორმი გამოიწვია, რაც იყო მოსალოდნელი გუშინდელმა ძლიერმა ქარმა დღის მეორე ნახევარში, რომლის სიჩქარეც საკმაოდ მაღალი იყო, 25 მეტრწამზე მეტი დაფიქსირდა სანაპირო კურორტებზე. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად, ასე რომ ვთქვათ, ეს ცივი ჰაერის მასები ციკლონთან არსებული ერჩის სანაპირო კურორტებს და ამიტომაც ბათუმი ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ლამაზია, ნუ ბუნებრივია ჩვენი ყველა ქალაქი არის მშვენიერი, მაგრამ თოვლში დამეთანხმებით განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი ქალაქი, ასე რომ დღეს შეგიძლიათ დატკბეთ მშვენიერი თოვლის ფანტელებით, რომელიც ხვალაც გაგვახარებს. ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა, ხვალ დილით უკვე ბათუმიდან მოგიყვებით, თუ რა ცვლილებები შევა პროგნოზში და როგორი ტემპერატურები გვექნება. დღეს კი უკვე გავიგეთ, რომ საქართველოში გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში თოვა, ტემპერატურა იქნება 0-თან ახლოს, ასე რომ ისიამოვნეთ და მეც თელავში დარწმუნებული ვარ ტრენინგზე, რომელიც ეხება ისევ და ისევ კლიმატს და კრიზისების შემცირებას სტიქიური პროცესების დროს, ბევრ კარგ და ლამაზ მშვენიერ ამბავს ჩამოგიტანთ. რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ნაკლები კლიმატური კრიზისი გქონდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხდება ხოლმე და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ისიამოვნეთ, დატკბით, ისეირნეთ ბათუმში. ამ დიდებულ და კარგი ხარისხის თოვლში თქვენ დარწმუნებული ვარ, კარგ დროს გაატარებთ და ხვალ ამავე დროს შევხვდებით დილით ისევ მშვენიერი გარემოს ფონზე. დიდი მადლობა კობა, გაგვიქრა კობა, არაჩვეულებრივი გარემო იყო მისი ირგვლივ და პრინციპში თელავი მე ძალიან მიყვარს, სიყვარულის ქალაქია. წავედით შემდეგ ჯერზე რა გაცინებთ, დემეტრე, ნუ მაბნე. ხალხო რა გაცინებთ ყველას ირგვლივ სტუდიაში. კარგი განწყობა, თოვლი გვიხარია, ყველას თოვლი გვიხარია და ეხლა საოცარი კადრები შემოვა ჩვენს ეთერში, გამომდინარე იქედან, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება რთული იყო, გუშინაც და დღეს დილიდან, პოზიტივი მაინც იგრძნობა ჩვენს ქალაქში და ეს ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო კადრები, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში გავრცელდა სოციალურ ქსელში და გვაქვს ახლა საშუალება რომ ნახოთ ეს კადრები. ლამაზია ბათუმი, იმენა ბათუმის ქათქათას. ბათუმს როგორც იქნა გაქათქათდა ბათუმი. შენ წყვე თოვლის ბაბუა? არა შენ? კი მე ვიდეოები ვნახე შენთან ერთად იყავი გუში ხო სწორები კეთ. კი გუშინ წინ ღამეს გავედით ვიგუნდაო თოვლის ბაბუაც ავაგეთ და კარგი ფოტოები ჩემზე იყოს დღეს გადაცემის შემდეგ ნახავს ამას მაყურებელი და მეც ვნახავა ეს საჯაროდ შენ დადაპირობა რომ დღეს კარგი ფოტოებს გადავიღებ გადაცემის შემდეგ. კი ნამდვილად. ვაგრძელებთ გადაცემას და დრო არის ჯიჯის შევეხმიანათ, რომელიც მონიტორის სივრცეში ზის გაღიმებული, ბედნიერი, გაბადრული და ელოდება თავის შემოსვლას პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა ჯიჯი. დილამშვიდობისა.
დილამშვიდობისა და მე ანა მოგესალმებით. მოკლედ ისეთი ბედნიერი დილა გათენა, ისეთი კაი თოვლია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა ბედნიერი გარეთ სტიქიური უბედურებაო, მაგრამ მართლა ძალიან ისეთი დღეა, რაღაცნაირი მთელი ღამე თოვდა და ესე მე პანჯარაში ბავშვით უყურებდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოკლედ მიხარია ესეთი ამინდები ძალიან და ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ დავტკბეთ ამისთვის და ასე რომ ვისაც გაქვთ დრო და საშუალება სკოლები არ არის, ბაღები არ არის, ასე რომ გარეთ კადით და იკუნდავთ. მოკლედ, დილის ტალღაში სპორტის დროა. გისმენთ. დილამშვიდობის მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დავიწყოთ ძალიან მაგარი ამბით. საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში მე-6 ზედიზედ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. საქართველოს ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში 62-60 დაამარცხა დანიის ძალიან ძლიერი ნაკრები და როგორც უკვე გითხარით, მე-6 ზედიზედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, ძალიან მაგარია. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა თბილისის სპორტის სასახლეში, ქულა-ქულაში მიდიოდა, შეგვიძლია ვთქვათ. ძირითადად მეორე ნახევრის პირველი და მეორე და მესამე მეოთხედები, მაგრამ ბოლოს მაინც დუდა სანაძის მიერ ჩაგდებული ორქულიანი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის მოგების მომტანი, ასე რომ კიდევ ერთხელ ყველა კალათბურთის გულშემატკივარს ულოცავ ამ ძალიან დიდ და ძალიან კარგ წარმატებას ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ზედიზედ მე-6-ად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მოდი ნახოთ დუდა სანაძის კომენტარი მატჩის შემდგომი და ისე დავბრუნდებით. რა თქმა უნდა, ენითად აღუწერელი გზნობა, მაგრამ ეს მარტო ჩემი ჩაგდებული ბურთი არ იყო, ნამდვილად თელმა გუნდმა ვიმუშავეთ ამ ბურთისთვის და ძალიან ძნელი თამაში იყო. ბოლო მომენტს გადაწყდა, რომ კამარი არ გვეყოლებოდა და ძალიან ძნელი იყო გადართვა ამ, მაგრამ მოახერხეთ ეს მადლობა, რა თქმა უნდა, სამწველო შტაბს, ჩვენ გუნდელებს, თანაგუნდელებს ვიბრძოლეთ ერთად და რა თქმა უნდა გულშემატკივარს, რომელმაც ბოლო წამებზე მათ მოიგეს ეს თამაში, ძალიან გამაყურებელი ხმაური იყო და ვერაფერი ვერ გაართვა მეტოქემ და ძალიან დიდი მადლობა ყველაზე, საქართველოს ეს დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ბევრი გუნდი ვერ იტყვის იმას, რომ 6 ჯერ გავიდა ზედიზედ ევროპაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკალათბურთო ქვეყანა ვართ და იმედია ესე გაგრძელდება და უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოს კალათბურთს, იმიტომ რომ ხედავთ ემოციებს და ნამდვილად ვიმსახურებთ. ნამდვილად ვიმსახურებთ და საკალათბურთო ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანა და მადლობა ყველას, ვინც თითო რამ შემატა კალათბურთს და მადლობა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ. მოკლედ, კალათბურთელები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი. ეს გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული დადგენილება და საქართველოს ნაკრების ყველა წევრი მოკლედ ღირსების ორდენის კავალერი გახდება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდება გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მოკლედ ულოცავ ბიჭებს ამ ძალიან კარგ და მაგარ აღიარებას ნამდვილად ეკუთვნის ამ ადამიანებს ეს ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ დააწესა მათთვის. ამ თამაშით არ დასრულებულა ციკლი დღეს 23 საათზე საქართველოს ნაკრები სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ბოლო შეხვედრა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ამ თამაშს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც სერბეთის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია და შესაბამისად მათთან დაპირისპირება ძალიან კარგი გამოცდილება იქნება კალათბურთელებისთვის. ნაკრები უკვე სერბეთში იმყოფება და ისინი მოკლედ განაგრძობენ ამ შეხვედრისთვის მზადებას. გუშინ გავრცელდა კადრები, ალბათ მაყურებელიც მარილი ნახავს ამ კადრებს. ჩვენი ნაკრები სერბეთშია უკვე, ჩავიდნენ, ნახოთ შემდეგი ვიდეო, რომელიც ასახავს ამ კადრებს, რომელიც ნაკრები ჩასვლას ასახავს, მოკლედ სერბეთში, ბიჭები უკვე სასტუმროში დაბინავდნენ, ივარჯიშეს კიდევაც და შესაბამისად დღევანდელი მატჩისთვის სრული მზადყოფნაა გამოცხადებული. დღეს შეგახსენებთ 23 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მოწყობის პირველ აღზე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი იქნება და შესაბამისად კიდევ ერთხელ შეგვიძლია უგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ვნახოთ რა შემადგენლობა წაიყვანა ალექსანდრ ჯიკიჩმა ამ მატჩის სათამაშოდ. შეგვიძლია შემადგენლობაც ვნახოთ. ლუკა ლიკლიკაძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, მათი ხატიაშვილი, ილია ლონდარიძე. მოკლედ აი შემადგენლობით შეუტევს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩვენს მეტოქეს. ალბათ ყველამ ნახეთ, რომ არ არის თორნიკე შენგელია, არ არის
გიორგი შერმადინი შესაბამისად ისინი დაისვენებენ და ნაკრებს შემდეგ თამაშებში შეუერთებიან. აქვე ის უნდა ვთქვათ, რომ ამ ციკში ვერ ეხმარებოდა ჩვენ ნაკრებს ვერც სანდრო მამუკელაშვილი, ვერც გოგა ბითაძე და შესაბამისად მათი ძალა ისინი როდესაც დაბრუნდებიან ნაკრებში, ალბათ ეს უკვე ევროპის ჩემპიონატის დროს მოხდება, მათი ძალა ძალიან დაეხმარება საქართველოს ნაკრებს მოკლედ იმაში, რომ უფრო ძლიერი და უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი გახდება საქართველოს ეროვნული ნაკრები. კიდევ ერთხელ ყველა კალათბურთის გულშემატკივარს ულოცავ ამ წარმატებას საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდია. გადავინაცვლოთ საფეხბურთო სამყაროში, ქალთა საფეხბურთო სამყაროში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა ანგარიშით 2-1 თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაქრაძეს და ბებიას გოლებით 2-1 დაამარცხა ანდორის ეროვნული ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ 1-0 აგებდა ნაკრები, მოახერხეს გოგონებმა და 2 გოლის გატანა მოახერხეს მატჩის მიწურულს და ეს 2 გოლი აღმოჩნდა გამარჯვების მომტანი საქართველოს ნაკრებისთვის. ვნახოთ მატჩის შემდგომი კომენტარები საქართველოს მთავარი მწვრთნელის ირის ატამანის და ერთ-ერთი ფეხბურთელის კომენტარები და შემდეგ დავბრუნდებით. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა და მეორე გოლი გაიტანა ბაქრაძემ, რომელიც სანახაობრივი თამაში აღმოჩნდა. დაძაბულიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდა, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ადვილად მოიგებდა ამ შეხვედრას, ცოტა გაგვიჭირდა, ალბათ მაინც პირველი მატჩი იყო და შესაბამისად ნერვიულობა თავისი მიჩინა, მაგრამ გოგოებმა მაინც ბოლომდე მოიკრიბეს ძალა და მოიგეს ეს შეხვედრა. Andorra defensive very well, but even that we have a lot of opportunity to score to finish the game in the first half, and we didn't score. It was lucky. I think we had some penalty that we should take before, but this is experience. Sometimes we need to go back and we need to defend. Sometimes we will need to be more attack and to play against teams like that. And I'm very happy that the players show very good character. After we considered the first goal, but we scored 2. We had it against Luxembourg, so it's not the first time. But I hope it's going to be the last time that we are going to score before and to win the game easily. Every game is different. When you say we play against them and we win, but it's a different team. All the time new players that come, and in Cyprus there is new players that come, and a new coach. And we know it's going to be a difficult game, like it was today. But I hope that it will finish like today with the 3 points that we want to achieve. საკმაოდ დაჭებული თამაში იყო. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორც დავგეგმეთ. იყო ბევრი შეცდომები. ქონდა რამდენიმე მომენტი, რაც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში გოლს მივიღეთ, მაგრამ ამიტომ მიუხედავად ბოლო წუთებში მოპოვებული პენალტით შევიძლია ანგარიშის აღდგენა. მომწია პენალტის შესრულება მე დავეხმარე გუნდს, ამ ძალიან გახარებული ვარ. ყოველთვის მიხარია რომ გულს ვეხმარები. ხოლო რაც შეეხება მეორე გოლს, ჩემთვის ასე ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან რთულია ხოლმე ესეთი დაჭებული თამაშების შემოტრიალება. მინდა მთლიან გულს მადლობა გადაუხადო ასევე გულშემატკივრებს, ვინც ასე სიტუაციაში ჩვენს შეგულშემატკივრად მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა და ეს მოგება პირადად თქვენ. ჩვენ ეს შეკრება რაც გავიარეთ ორკვირიანი ძალიან კარგად გავიარეთ და ყველაფერი გავიარეთ, ყველა გეგმა შევასრულეთ. ვფიქრობ ისე როგორც უნდა ყოფილიყო და საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაგვიჭირდა. უпроსიც ჩემი გადმოსახედიდან ძალიან რთული მეტოქეა. მაგის თამაშების განვიხილეთ და კიდევ პროცესში ვართ რომ განვიხილოთ და უფრო გავშიფროთ თამაშები და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ საუკეთესოს გავაკეთებთ და ვეცდებით რომ უпроსიდანაც სამი ქულით დავუბრუნდეთ.
კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ გამარჯვებას. ნახოთ ჩვენი ჯგუფი როგორ გამოიყურება. მივხვდით იმისა, რომ სულ რაღაც ერთი ტური ჩატარდა და საქართველოს ნაკრებმა და კვირპროსის ნაკრებმა მოახერხეს გამარჯვებების მოპოვება. მოკლედ ანდორა დამარცხებულია 2-1 და ასევე 2-1 დაამარცხა კვირპროსის ეროვნულ ნაკრებმა ანდორის მალტის ნაკრებით. შესაბამისად 3-3 ქულით საქართველოს ნაკრები და კვირპროსის ნაკრები არიან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე. შემდეგი ტური გაიმართება რამდენიმე დღეში და შესაბამისად ამ მატჩების შესახებაც რა თქმა უნდა გეტყვით და გესაუბრებით. გადავინაცვლოთ რაგბის სამყაროში, რაგბის ჩემპიონატში დიდიეთის გათამაშებას მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, მე-14 ტურის მატჩები მოკლედ. ლელო თბილისმა ბათუმის 8 თამაშიანი წაუგებელი სერია დაასრულა და 27-24 დაამარცხა ბათუმელები. აია ქუთაისმა ხვალული თბილისი დაამარცხა 38-35 საკმაოდ დაძაბული და ძალიან კარგი მატჩი იყო, ხოლო ბოლონში სკოჩებმა არესთან დათმო შეხვედრა 0-22, ესე დასრულდა ეს შეხვედრები და ნახოთ სატურნირო მდგომარეობა როგორ გამოიყურება 14 ტურის შემდეგ. 14 ტურის შემდეგ მოკლედ პირველ ადგილზეა 53 ქულით აია ქუთაისი, მეორე ადგილზეა 14 თამაშიდან 52 ქულით ისევ ქუთაისური გუნდი, ოღონდ არესი ქუთაისი, ხოლო მესამე ადგილზე ბათუმელები არიან 14 თამაშიდან 53 ქულით. მოკლედ ესეთი სატურნირო მდგომარეობაა. ბოლნისის სკოჩები და ტაო არიან ბოლო მე-9 და მე-10 ადგილებზე. მოკლედ ესე გადანაწილდა სატურნირო მდგომარეობა რაგბის დიდიათის გათამაშებაში. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ეს ტურნირი. პირველი 6 გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, რაც ძალიან მალე გამოვლინდება და შესაბამისად ჩემპიონობის ტიტულს ეს 6 გუნდი ერთმანეთში გაარკვევს. მოკლედ ვინ იქნება საქართველოს ჩემპიონი. ბათუმელებს აქვს ძალიან დიდი შანსი, საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ბათუმელები მოახერხებენ და ეს ამ მარცხს მალე დაივიწყებენ და შესაბამისად შემდეგ მატჩებში უკეთეს შედეგს შეესთავაზებენ საკუთარ გულშემატკივარს. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები. სანამ დაგემშვიდობებით, მანამ უნდა გითხრათ, რომ დღეს 3 წელი გავიდა მატჩ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და შესაბამისად აი ესეთი ძალიან ცუდი ომი წამოიწყო მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. რა თქმა უნდა, 3 წელი ძალიან დიდი დროა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, განადგურებულია უკრაინის ძალიან ბევრი ქალაქი, დაღუპულია ძალიან ბევრი ადამიანი და რა თქმა უნდა, არ შეიძლება დღეს რომ მათ მიმართ სოლიდარობა არ ქონდეს, მოკლედ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ომი ძალიან ცუდი ომი, რომელიც უკვე 3 წელი გრძელდება, მალე დასრულდება. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რუსეთი ოკუპანტია. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები. მე ხა კი ანას და დემესთან უნდა გადავიდე და თქვენთან ერთად გავაგრძელო გადაცემის ყურება. ანა, დემე. მადლობა, ჯიჯი. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ მომდევნო საინტერესო რუბრიკით. გემშვიდობებით. ეთერი გემშვიდობებით. არსებობს იდეები, რომელიც არა მხოლოდ ცვლიან სამყაროს, არამედ განსაზღვრავენ მისი მომავლის მიმართულებას. რუბრიკაში შენი იდეა დღეს გაგახსენებთ 3 გიგანტურ პროექტს მსოფლიო ისტორიაში, რომელიც არა მხოლოდ ინჟინერიისა და მეცნიერების ტრიუმფია, არამედ მსოფლიოს განვითარების გარდამტეხ მოვლენად იქცნენ. როგორ გაჩნდა იდეა და როგორი იყო მათი განვითარების გზა? ვნახოთ რუბრიკაში და მალე დავბრუნდებით. ადამიანის ამბიცია და შესაძლებლობები ხშირად ისეთ მასშტაბურ იდეებს აყალიბებს, რომლებიც არა მხოლოდ ისტორიას ცვლიან, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარებას განსაზღვრავენ. ზოგიერთი პროექტი იმდენად გრანდიოზულია, რომ მის უკან მილიარდობით დოლარი და ათასობით ადამიანის შრომა დგას. მანჰეტენის პროექტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო, მასშტაბური და ძვირადღირებული სამხედრო კვლევითი პროგრამა გახლდათ. მისი მთავარი მიზანი პირველი ატომური ბომბის შექმნა იყო, რამაც საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობა შეცვალა და ბირთვული იარაღის ეპოქა დაიწყო. 1929 წელს, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ფიზიკოსებმა, მათ შორის ალბერტ აინშტაინმა და ლეო სილარდმა, ამერიკის მთავრობას წერილი გაუგზავნეს, სადაც აფრთხილებდნენ, რომ ნაცისტური გერმანია ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა. ამან გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის გაღვიძება, ხოლო 1942 წლისთვის ოფიციალურად დაიწყო მანჰეტენის პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საინჟინრო კორპუსი უწევდა კოორდინაციას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რობერტ ოპენჰაიმერი იყო, რომელსაც ატომური ბომბის მამას უწოდებენ. ის ხელმძღვანელობდა კვლევით ცენტრს ლოს ალამოსში, ნიუ-მექსიკოში, სადაც ათასობით მეცნიერი, მათ შორის ენრიკო ფერმი და რიჩარდ ფეინმანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ.
პროექტის ბიუჯეტი იმ დროისთვის უპრეცედენტო იყო. 2 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს უტოლდება. ათასობით ადამიანი იყო ჩართული მშენებლობასა და კვლევებში, თუმცა პროექტის ნამდვილ მიზანს უმეტესობა ვერ ხვდებოდა. იგი უმაღლესი დონის საიდუმლოს წარმოადგენდა. პირველი ატომური ბომბის გამოცდა კოდური სახელით ტრინიტი 1945 წლის 16 ივლისს ნიუ-მექსიკოში ჩატარდა. აფეთქებამ კოლოსალური ენერგია გამოამჟღავნა და მეცნიერებმა დაინახეს, რომ მართლაც შექმნეს იარაღი, რომელსაც კაცობრიობის ისტორიის შეცვლა შეეძლო. მანჰეტენის პროექტმა მსოფლიოს ბირთვული იარაღის ეპოქა გაუხსნა. ამასთან მრავალი ეთიკური და პოლიტიკური კითხვა გააჩინა. იყო თუ არა ბომბების გამოყენება გამართლებული, როგორი იქნებოდა სამყარო ბირთვული იარაღი რომ არ შეექმნათ. თუმცა ფაქტია, რომ მანჰეტენის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკვანძო მომენტი იყო თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში. აპოლოს პროგრამა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ინჟინერული პროექტი იყო, რომლის მიზანიც ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და უსაფრთხოდ დაბრუნება იყო. ეს იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უზარმაზარი მიღწევა. მისი ღირებულება 25 მილიარდ დოლარს, დღევანდელი კურსით დაახლოებით 150 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აპოლოს პროგრამა ოფიციალურად 1961 წელს დაიწყო, მაგრამ მისი ძირითადი იდეა უფრო ადრე გაჩნდა. 1957 წელს, როცა საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკი 1 გაუშვა, ამერიკაში პანიკა დაიწყო. ცივი ომის პერიოდში კოსმოსური სივრცის კვლევა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ფონზე 1961 წლის 25 მაისს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა, რომ ამერიკა 10 წლეულის დასასრულამდე ადამიანს მთვარეზე გაუშვებდა და უკან დააბრუნებდა. მთვარეზე გაფრენა საჭიროებდა სრულიად ახალ ტექნოლოგიებსა და სისტემებს. NASA-მ შექმნა სატურნ 5 ყველაზე ძლიერი რაკეტა, რომელიც ოდესმე აუგიათ. პროგრამის ფარგლებში 17 მისია ჩატარდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აპოლო 11 იყო. 1969 წლის 16 ივლისს აპოლო 11 ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა. მისიაში 3 ასტრონავტი მონაწილეობდა: ნილ ამსტრონგი, მისიის მეთაური, ბაზ ოლდრინი, მთვარის მოდულის პილოტი და მაიკლ კოლინზი, საკონტროლო მოდულის პილოტი. 1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარის ზედაპირზე დადგა. მისი ცნობილი სიტყვები იყო: ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის. რამდენიმე წუთში მას ბაზ ოლდრინიც შეუერთდა. ისინი მთვარეზე 2 საათსა და 15 წუთს გაჩერდნენ. შეაგროვეს ნიადაგისა და ქვის ნიმუშები, იქვე დატოვეს ამერიკის დროშაც. მათი წარმატება პირდაპირ ეთერში ასობით მილიონმა ადამიანმა ნახა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კაცობრიობამ სხვა ციური სხეული პირადად მოინახულა. პანამის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული საინჟინრო პროექტია, რომელმაც 2 ოკეანეს, ატლანტიკურსა და წყნარს შორის პირდაპირი გზა გაუხსნა გემებს. პანამის არხის იდეა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაიბადა, როდესაც ესპანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პანამის რეგიონი შეიძლება იდეალური ადგილი ყოფილიყო 2 ოკეანეს შორის სასარგებლო მარშრუტის შესაქმნელად. მისი მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველი მცდელობა ფრანგ ინჟინრებს ეკუთვნის, თუმცა მათი პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროექტი 1904 წელს განაახლეს და 1914 წლის 15 აგვისტოს არხი ოფიციალურად გაიხსნა. არხის მშენებლობა ურთულესი ტექნიკური გამოწვევა იყო. ათასობით ადამიანი დაიღუპა მძიმე პირობების, დაავადებებისა და ავარიების გამო. პროექტის მთლიანი ღირებულება 375 მილიონ დოლარს აღწევდა, დღევანდელი კურსით დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი. პანამის არხმა მსოფლიო ვაჭრობაში რევოლუცია მოახდინა. მან მნიშვნელოვნად შეამცირა საზღვაო გზები და კომერციული ტრანსპორტისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. პანამის არხი, აპოლოს პროგრამა და მანჰეტენის პროექტი სამი გამორჩეული და მასშტაბური იდეაა, რომელმაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია. არამხოლოდ ტექნოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მათ გლობალურ პოლიტიკაზეც უდიდესი გავლენა მოახდინეს. დავბრუნდით ეთერში. მოკლედ, ერთი სული მაქვს როზის დამთავრდება ეთერში, რომ გავიდეთ და ნახოთ მოიმატა თუ არა
თოვლმა ჩვენს ქალაქში. ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენს გადაცემაში, ანუ დილის ტალღაში გვაქვს ერთი ძალიან რეიტინგული და საყვარელი რუბრიკა, რომელიც მაყურებლებს ძალიან უყვართ. და ამ რუბრიკას ჰქვია ძველებური ამბები და მისი ავტორი არის ჩვენი კოლეგა მელანო ბალაძე, რომელიც ყოველ კვირას პოულობს ძალიან საყვარელ ხანდაზმულ წყვილებს, შეყვარებულ წყვილებს და მათ ისტორიებს, ასე ვთქვათ, უამბობს ხოლმე და გვიყვება ჩვენი მაყურებლისთვის ნახოთ რუბრიკა ძველებური ამბები. თამარ ბიცო შეიძლება? მოდი. რამდენ ხანი არ მინახე? სათხარ 2 საათი არ დამინახი ხარ რამდენ ხან სათხარ. სათხარ 2 საათი არ დამინახე. ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი ადამიანი. ყოველთვის პატივს უწევ და ძალიან ბევრი რამ მაგონდება, რომ ამას სიკეთე აქვს ჩემთვინ გაკეთებული. ჩვენი ურთიერთობა და კარგობა თავიდან მოდის, თავიდან იმ პატარა ბაღნობის დროიდან მოდის. კაფეთიც მეიტაიგო. ცარიელი ყავარათ მინდა მე. მე რომ მოველი, ჩემი შვილი 3 შვილის დედა იყო. მე პატარები მყავდა უკვე. სახსოვები გვაქვს დატეული, შევდეთ თან იქ-ჭამ. ხო. მოგსოვთ. რა ლამაზი ამინდი გვაქო? ყანები ბევრი მქონდა. აი მეტყო და შენ უეშენია მე ჩამოვალ დაგეხმარები. ერთ ყანას დავამთავრებდით, მეორე ყანაში გადავდიოდით. მოვდოდით ასე ფეხსეზეური საჭმელში ვჭამდით, ყანაში გევქცეოდით. თუთუნები იყო, თუთუნს მუშაობდით, ზიფირი ანხელებით, პურს წამოვტეხდით, იმას შევჭამდით. მშიერი დავდიოდი ის და არ ვერგებოდა. ჭამა რომ სამუშაო დეგვესრულებია, მის დროზე გეგვეკეთებია ყველაფერი. ჩვენ სულ ერთად ვაკეთებდით საქმეს, წავიდოდით. ამისას გავთოხნით, მერე ჩემსას, მერე ბავშვები გვყავდა ერთ-ერთს ვუტევდით და მას შემდეგ ჩვენ ვართ მეგობრები, მოსული მეგობრები და ქალები. და ქალები. დებით ვართ. თის დრო მოდის, თის დრო მოდის, წევდეთ ვაჯია, წევდეთ. ცოტა შორეთ ვართ, მაგრამ არა უშავს. ნეტა ქაშიც ასე ახლოს ვიქნებოდით. ადრე რამდენჯერ გსოვდი ახლა. გსოვ, მაგრამ იმდენ კი აღარ გსოვ ახლა. ახლა თავშესაქცევად. ადრე ღამეებს ვათენებდი გსოვნაში. გსოვდი ბაღნებისთვის რაღაცა მეხვედრებია. ახლა აღარ ვდებიან მოქსოვილი, ჰაზირია. ჯემპრები არ მაქვს მოქსოვნილი. ჰაზირია იყიდე და შეიცვი და ჩააცვი ბაღნებსაც. მატყლს ყიდულობდით, მატყლს ვამუშავებდით. სითბო ქონდა მაგ მატყლსა. აწი უკვე მატყლი მოდაში აღარ არის, მაგრამ ჩვენ მაინც ყიდულობთ, მაინც ვაწარმოებთ, გსოვთ, ვართავთ. ეს არის დროის გასაყვანად თუ არა? ჩვენ თავს ყოველთვის ფული არ არის. ვექცევით. შენ იყიდო და იგიქნა. თავშესაქცევი და შევექცევით აბამთლა ზამთარი რამ და გეიტანოს რა უქნათ. შესაქცევალი ძალიან ბევრი მაქვს, ძროხები მყავს, ქათმები მყავს, ღმერთს მადლობა, კატა მყავს, ზაღლი მყავს. ყველაფერს დრო უნდა რომ მიხედო. უწინ რძლობა ძალიან რთული იყო, ძნელი იყო. ბევრი მარიფეთები იყო. ახლა ჩვენ რომ მოველით, იმისთანა გაადვილებული იყო ყველაფერი. ეხლა უკვე ჩვენი მარძლებმა უფრო გაადვილეს. ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ. არ მიყვარდა შარვალი, მაგრამ ვიყიდე და ჩავაცვი მეთქი. მე თვითონ ვუყიდები. უკვე აღარ უნდა ზედმეტი შებოჭვა, დროს დამეყვე. მე ადვილი დედამთილი ვარ. პოლონეთში უშვი რძლები ასეთი არ მყავს სახში. მაშინ არ იყო განვითარება. ჩვენი ძველ ხალხს არაფერი არ დაუნახიან. ქუჩაში კი არ და სინათლე გაქვს, სიბნელეში აღარ დადიხარ. ესენი ჩვენ ძველებს არ მოსწრიან. ჩემი დედამთილი რომ ილაპარიკებდა მაგალითად რაღაცაზე, ვამბობდი რომ ზედმეტად ლაპარიკობს, რომ
თავი მეთკი, მაგრამ ისე უარესი ვარ მე ახლა გამხტარი. იყოს მაგიც გეიგონონ და გეიცინებენ ხალხი. იმისა რომ იმან უკვე იცოდა გაჭირვება რომ გამოწეული ქონდა უშნოთ არ ჩამომართვა ჩემი ნათქვამ იმას რომ გაჭირვება ქონდა გამოვლილი იმას უკვე ეკონომია უნდა და ერთი ხელი ასეთ აქონდეს ერთი ხელი ასეთ აქონდეს ვაქშა მეინახუნა რაღაცა ამას რომ სუფრაზე დადებო ერთი ყურსაკიდი ამ ხელა პატარა ლიფოშკა პურის უძახი და თურქული სიტყვა ლიფოშკა ყურსაკიდი მეუხსენიო და ამ ხელა პატარა პურში მაქვს მიცემული და ჩვენ ერთ მეშუქს მოუგვეყავთ და წევრებს და საქონელს ვაჭრობთ. წავიდა! არაკაია! თალი ცხოვრების მანძილზე ერთჯერ გავგულავეთ და რა კაი ყოფილა სიბერეში და თანკლი. ვიყია რომ ახლა ახალობაში დაუბრუნდებოდი ოიქა. რაღაც მინდა დაუბრუნდე ახალობაში, რაც გამოვიარე ყოფა ახლა შვილები დავზარდე, დავალაგე, დავაკარე. ახლა უფრო კაი დრო მაქვს. ახლა უფრო ლამაზად ვარ, თავისუფლად ვარ. ცეკვა, სიმღერა, ყველანაირს ვაკეთებთ. შეიძლება ზოგიერთს არ მოწონდეს ჩვენი საქციელი, მაგრამ სულაც არ მაქვს დარდი. ასაკს არ აქვს სულმე მნიშვნელობა, თუ ხალისი გაქვს, თუ ჯანმრთელობა გაქვს, დავჯექით და დავსრიალდით, თუ იქნება თოვლი, კიდევ ისრიალებთ. გავხალისდით, ერთი სიტყვით გავხალისდით. კაიყო, ძალიან კაიყო. მინდა რომ ყველა ჩვენისთან ასაკში ვინც არის, ყველა იყოს მხიარული. ამით მაგალითად ვაძლევთ ჩვენ მომავალ თაობას. მადლობა მილანა. როგორი მხიარული ქალბატონები იყვნენ და როგორი კარგია ზოგადად ესეთ პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობა და როგორი გადამდებია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა მელანოს კიდევ ერთხელ ამ რუბრიკისთვის. იგი მართლაც ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ესეთ სანახაობრივი და პოზიტიური იყოს თითოეული მისი ეპიზოდი და ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას. დრო არის ახლა დავუდგოთ. საინტერესოდ კი არა უნიშნელოვანესი თემით, იმიტომ რომ ჩვენი ასტროლოგი ხატია ბედოშვილი უნდა შემოგვერთეს, რომელიც გვეტყვის თუ როგორი ფონია კოსმოსში, რაც პრინციპში თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ხატია გვერთვება პირდაპირ ეთერში დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ხატია. დილამშვიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გვიხარია რომ დიახ, ხატია. სანამ სათითაოდ თითოეულ ასტროლოგიურ ნიშანზე გადავალთ, რამდენიმე კითხვა გვაქვს შენთან, გვაინტერესებს ეხლა რა ხდება კოსმოსში, ვინაიდან ვიცით რომ დაბნელებების კორიდორი დაიწყო თუ არ დაიწყო, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს ორი კვირა, როგორც ვიცი, რა უნდა გავითვალისწინოთ, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები და როგორი ფონია ზოგადად, როგორი ასტროლოგიური ფონია. ფონი არის უმნიშვნელოვანესი, ნამდვილად დაბნელებების ტელეფონში ჩვენ შევდივართ 28 თებერვალს საქართველოს დროით 04:45-ზე, ანუ დილით გვექნება მზის დაბნელება, რითიც დაიწყება პირველი დაბნელებების ტელეფონი 2025 წლის. ხოლო მომავალი კვირა რაც შეეხება სანამ დაბნელებების დაიწყება, ხოლო დაბნელებების შემდეგაც აუცილებელი არის რომ ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე გავაკეთოთ აქცენტი და ამ კვირაში ყველაზე კარგად იმუშავებს ჩვენი რწმენა. რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებელი არის პოზიტიური ენერგიის გაშვება, აუცილებელი არის რომ ვიწამოთ ჩვენი ეს თქო შესაძლებლობების და ნებისმიერი საქმის რის გაკეთებაც გვინდა. მთლიანად შინაგანი მდგომარეობა მოახდენს გავლენას ჩვენს ეს თქო გარეგნულ წარმატებაზე. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად ემოციური ეს თქო ჰიგიენას ვიტყოდი რომ უნდა დავიცვათ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად პოზიტიურ ტალღაზე ვიყოთ, ანუ საკუთარი თავის რწმენა პირველ რიგში გავაღრმავოთ და საკუთარი თავის სიყვარული. ეს არის პერიოდი, რომელიც ითხოვს
ერთმნიშვნელოვნად აი ამას ვთქვათ სულიერი ღირებულებების გადაფასებას და აი ეს ჩვენი სულიერი ღირებულებები როგორც გადაფასდება და როგორც გვექნება ჩვენ რაღაცა საზომი კონკრეტული ჩვენი სულიერი პრინციპების ზუსტად იმის ადეკვატურ უკუ რეაქციას მივიღებთ სამყაროსგანაც როგორც მატერიალური თვალსაზრისით ასევე კარიერული და ანუ სხვადასხვა სფეროებში რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და რომელიც გვაღელვებს. ხოლო 2 მარტს ჩვენს მაყურებელს ვეტყოდი რომ ჩამოვწეროთ მეგობრებო მომავალი თვის გეგმები. მხოლოდ და მხოლოდ ჩამოვწეროთ, თუმცა ახალი საქმეების დაწყებას ამ კვირაში არ გირჩევთ, არც კონტრაქტების გაფორმებას, უფრო მნიშვნელოვანი არის თუ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე ვიზრუნებთ, რაც გვაწუხებს ამას მოვიშორებთ და შემდეგ უკვე ყველაფერი თავისით ავტომატურად დალაგდება და მოგვარდება ჩვენს გარშემო ის რა ვიცი, ესა თუ ის პრობლემა ან გამოწვევა, რაც შეიძლება რომ გქონდეს. ასე რომ 28 თებერვალს შევდივართ მოკლედ დაბნელებების დერეფანში. კარგი არის თუ ამ კვირაში არ დავხარჯავ ძალიან დიდ ენერგიას, ზოგადად ფიზიკური ენერგია არ უნდა დაიხარჯოს, ასევე ემოციურ გამოფიტვას არ გირჩევთ, უფრო შინაგანი ენერგიის, ესე ვთქვათ, მობილიზება იქნება უფრო მართებული ჩვენი მხრიდან იმისათვის რომ აი ეს ვთქვათ ენერგიები მე უკვე გამოვლინდეს გარეგნულ დონეზეც. ანა სამწუხაროდ შენი ხმა არ მესმის. ეხლა გესმის? ეხლა ხო გესმის. ხატია, ერთ-ერთ ჩვენს ლაივში მოვისმინე, რომ აი ეს მომდევნო 2 კვირაო წამოიწევს შიშებიო და რა შიშებზეა საუბარი? ანუ შიშები გააქტიურდება ჩვენშიო. ინდივიდუალურია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, თუ ანუ ძირითადად რა შიშებზეა საუბარი? იმიტომ რომ ზოგადად ხომ ადამიანი მუდმივად შიშების დაძლევის პროცესია თვით ადამიანი. როგორც ჩვენ ვამბობდით 2025 წლის პროგნოზში, აი ეს მთავარი აქცენტირებული 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი იწყება რეალურად ამ დაბნელებების დერეფნით. შესაბამისად იწვევს იქედან გამომდინარე ჩვენ გვევალება სულიერი ღირებულებების განვითარება და პრინციპების, ავტომატურად ეს იმას ნიშნავს, რომ ნეგატიური ენერგიები გვებრძვიან და გვაკარგინებენ რწმენას, ხო? ეს შიშები შეიძლება გამოვიდეს ნებისმიერ კონტექსტში, ადამიანის ესე ვთქვათ ცნობიერებაში ხო შეიძლება იყოს სიყვარულთან დაკავშირებით, მატერიალური, კარიერული შიშები, აპათიაც და დეპრესიული ფონი შეიძლება ბევრ ადამიანს ეგონოს რომ თვითონ ესე ვთქვათ რაღაცა თვითშეფასების პრობლემა იყოს ხო სოციალური თვალსაზრისით, წარუმატებლობა რაღაცნაირად ამოიჩემოს და თქვას რომ აი არ არის მაგალითად წარმატებული და ამის გამო ჩავარდეს აპათიაში. ხო აქედან გამომდინარე თავარი არის საკუთარი თავის რწმენა. ან თუ არ გვაქვს საკუთარი თავის რწმენა, მაშინ წამოიწევს ეს შიშები და ეს უნდა იყოს ჩვენთვის მინიშნება რომ ესე იგი საკუთარი თავის რწმენა გვაკლია და აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად დავზოგოთ ენერგიები ამ კვირაში. არ არის რეკომენდირებული გადაღლა ან ფიზიკური დატვირთვა, ასევე ემოციური დატვირთვა, შესაძლოა კარგი არის სამედიცინო რჩევების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, სწორი კვება, მსუბუქი კვება და ბევრი სითხის მიღება ამ კვირაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო და ასევე ერთი კითხვაც და შემდეგ უკვე გადავიდეთ თითოეულ ასტროლოგიურ ნიშანზე. ასევე ერთ-ერთ ჩვენს ლაივში მოვისმინე რომ აი ესე იგი ეს 2 კვირა ერთგვარი ლუსტრაცია იქნება, ადამიანები გამოაჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეებსო. ამაზეც გვინდა რომ გვითხრა 1-2 სიტყვა. დიახ, სულიერი მდგომარეობა ნამდვილად ვისაც აქვს მძიმე, ძალიან ამოტივტივდება და ამოიწევს ზედა ესე ვთქვათ ნაპირზე გამოვა აი ეს სულიერი პრობლემები, რასაც ჩვენ დავინახავთ როგორც საკუთარს, ასევე გარშემოყოფების სულიერ პრობლემებს, შესაბამისად იქნება ბოროტი ენერგიების გააქტიურება და აი ეს ბოროტი ენერგიები პირდაპირ გავლენას მოახდენენ, რომ ადამიანები გადააგდონ სულიერების გზიდან, აი მაგალითად ფიქრებით, ეს აუცილებლად ფიქრებით, როდესაც გეუბნება რომ აი რაში გინდა სულიერება, აგერ ფული არ გაქვს, ხო და ეს მატერიალური შიშები და მიდი ფული და აი სულიერი პრინციპები დათვე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ცდუნებას ვინც ვერ გაუძლებს, ვერც მატერიალურ კეთილდღეობას ვერ მიიღებს და ვერც სულიერ სიმშვიდეს, ამიტომ თავარი არის სულიერი სიმშვიდე ამ კვირაში, ამაზე უნდა ვიზრუნოთ, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები, ხოლო დანარჩენი მე უკვე ავტომატურად თავისით ესე ვთქვათ მოგვარდება, დალაგდება და ამას ნახავთ ჩვენი მოყურებელი თუ ამ გამოცდას და გამოწვევას გადალახავენ. შეიძლება არა მხოლოდ ამ 2 კვირის, არამედ მთელი 2025 წლის მთავარი ხაზი, ასე ვთქვათ. მთავარი ხაზი არის, დიახ. კი ბატონო, გადავიდეთ მაშინ თითოეულ ასტროლოგიურ ნიშანზე. გადავიდეთ, დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით.
ვერძებს ვურჩევდი რომ მაქსიმალურად აი აქ ჯანმრთელობას მიაქციონ ამ კვირაში ყურადღება, იმიტომ რომ ვერძების ენერგია არის ახლა დასუსტებული. დაბადების დღემდე ზოგადად პირველი თვე არის ხოლმე სუსტი და შეიძლება შინაგანი ძალა ვერ ინახონ, ან რაღაცა გადაღლილად, ან უხალისოდ იგრძნონ თავი. აქედან გამომდინარე, ვერძებს ვურჩევდი რომ მაქსიმალურად კარგად გამოიძინონ, დაისვენონ, სამსახურეობრივი თვალსაზრისით მუშაობენ კონფლიქტში თუნდაც უფროსებთან ან თანამშრომლებთან, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება გადაიღალონ ემოციურად, მაქსიმალურად ეცადონ რომ დრო დაუთმონ თავიანთ შინაგან მდგომარეობის ან მოწესრიგებას, ანუ როგორც კარგად იგრძნობენ შინაგანად ემოციურად თავს, მიიღონ ის გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ნამდვილად გაუმართლებთ ამ კვირაში ვერძებს, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ასევე შინაგან მდგომარეობის კონტექსტში, ანუ იქნებიან მშვიდად. ფინანსური მხარე ვერძებისთვის აქაც ჰარმონიული არის, არ არის ნეგატიური, თუმცა შიშები, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ზოდიაქო შეიძლება ვერძებსაც ჰქონდეთ. მაქსიმალურად ვეცადოთ რომ დავზოგოთ ენერგიები ვერძებმა და გადავაფასოთ ჩვენი ღირებულებათა სისტემა ამ კვირაში განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში არის ესე ვთქვათ ერთგვარი კანონზომიერება დიდად არ არის ჩვენს ხელში რასაც ესე ვთქვათ აი ამ მომავალი კვირის მანძილზე მოხდება რაღაცნაირად ესე ვთქვათ კარმული კანონზომიერება დგება შეცვლა არის რთული ამიტომ არ ვიჭიდავთ უბრალოდ რაღაცნაირად ვერძებმა ჭკვიანურად უნდა გადააფასონ რაღაცა მოიშორონ რაც არ მოწონთ და რაღაცა დაიტოვონ რაც მოწონთ. ხო ეს არის თლიანად პიროვნული ღირებულებების და სურვილების გადაფასების კვირა არის ვერძებისთვის. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ თქვენს თავში მომწონს არ მომწონს ეს თქო ცვლილებების გაკეთების ხო ვერძებს ანუ ნუ დარჩებით ძველ ღირებულებებზე თუ ეს უკვე მოგბეზრდათ კარგი თუ არის რაღაცების შესაცვლად პირველ რიგში რა თქმა უნდა საკუთარ თავში გადავიდეთ კურუებზე. კურუებს ურჩევდი რომ მეგობრებთან ურთიერთობები, ზოგადად სოციუმთან ურთიერთობები შეიძლება იყოს ძალიან აქტიური მომავალი კვირის მანძილზე. შესაძლოა კურუებს მოუწიოთ ასევე ბევრი ადამიანის დახმარება, რომელი ადამიანებიც აი მაგალითად არიან შედარებით გაჭირვებულები და არავითარ შემთხვევაში კურუებმა არ უნდა დაიშურონ ამ ადამიანების დასახმარებლად რაღაცა თანხები და კურუებისთვის ეს იქნება ერთგვარი აი დაბნელებების გამოცდა, იმიტომ რომ კურო მატერიალისტი ნიშანი არის და თუ გაიღებს იმას, რაც მისთვის ძვირფასია სხვებისთვის, ხო? აი ამ კონტექსტში სულიერების თვალსაზრისით კურუები გამოიზრდებიან, ასევე კურუებმაც უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას ყურადღება და სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც არის რაღაცა ცვლილებები. ანუ კურუები სულიერების კონტექსტში გადიან აქაც ღირებულებათა სისტემის ცვლილებას და ასევე რა თქმა უნდა პარტნიორულ ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება რომ მაქსიმალურად გასცენ სიკეთე კურუებმა, ხოლო ფინანსებს რაც შეეხებათ, აი ფინანსური თვალსაზრისით არ ურჩევ რაღაცა დიდი ფინანსების დაბანდებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გქონდეთ სურვილი კურუებს მომავალი კვირის მანძილზე რაღაცა დიდი შენაძენის გასაკეთებლად ამ ფინანსების დასაბანდებლად, თუმცა არ იქნება ამ კვირაში გამართლებული, მხოლოდ და მხოლოდ შინაგან მდგომარეობას დაუთმონ ყურადღება და ასევე ჯანმრთელობას, ენერგიები დაზოგონ მაქსიმალურად არ ღირს გადაღლა ამ კვირაში. რაც შეეხებათ ტყუპებს, ტყუპები შესაძლოა სოციალური თვალსაზრისით თავს გრძნობდნენ დაუფასებლად. აი ზუსტად ტყუპებს ეხებათ ეს მომენტი, როდესაც საუბრობთ ჩვენ რომ კარიერულად შესაძლოა იგრძნონ რაღაცნაირად, ვთქვათ, შინაგანად რომ ვერ მივაღწე რაღაცას ხო ან დაუფასებელი ვარ აი ტყუპების შემთხვევაში არის განსაკუთრებით ეს თემა აქცენტირებული ამიტომ შესაძლოა გიწევდეთ ტყუპებო ისეთი საქმის კეთება რომელიც მაგალითად ეხლა თითქოს დაუფასებელი არის ან არ გიხდიან თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დაგიფასდება აუცილებლად ანუ კარიერული ცვლილებები არის ნუ შეხვალთ კონფლიქტში ოჯახის წევრებთან და ასევე სამსახურშიც შინაგანი თვალსაზრისით ტყუპებს ურჩევდი რომ დაისვენონ და არა რადიკალური ცვლილებები მოახდინონ ჯერ პირველ რიგში გადააფასონ დაისვენონ და მერე უკვე რა აზრზეც იქნებიან ორი კვირის შემდეგ მერე უკვე მიიღონ გადაწყვეტილებები ხო აი ეს იქნება უფრო ტყუპებისთვის ხოლო ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით ტყუპებს ევალებათ რომ რაღაცა ააშენონ რაღაცა მყარი, რაღაცა კონსტრუქციული და ისწავლონ ფინანსების მენეჯმენტი და ფინანსების მენეჯმენტის თვალსაზრისით ეს კვირა ტყუპებისთვისაც იქნება აქცენტირებული, თუმცა ნეგატიური არ არის ფინანსურად, უფრო აქ რაღაცა პიროვნულ დაუფასებლობაზე არის პრობლემა.
ხოლო რაც შეეხება კირჩხიბებს ცოტა რთული მისია აქვთ მომავალი კვირის მანძილზე. შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება მოუწიოთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. შესაბამისად კირჩხიბებს არ ურჩევთ თავის ნაჭუჭში ჩაკეტვას. აუცილებელი არის რომ ის ენერგია, რომელიც აქვთ კირჩხიბებს, სულიერების თვალსაზრისით, რომელი ენერგიითაც შეუძლიათ რომ დაეხმარონ გარშემოყოფებს, აუცილებლად გასცენ, ნუ დაიშურებენ. შესაძლოა რომ კირჩხიბებმა დაიწყონ რაღაც ახალი საქმის შესწავლა, ან ახალი პროფესიის შესწავლა, ან არსებულის გაღრმავება, კვალიფიკაციის ამაღლება ამ თვალსაზრისით ნამდვილად კარგი პერიოდი არის კირჩხიბებისთვის, ხოლო კარიერულ კონტექსტში აი აქაც იცვლება კირჩხიბების ღირებულებათა სისტემა და კარგი იქნება თუ მიყვებიან ინტუიციას კირჩხიბები, რაც ყველაზე კარგი აქვს და ამ კვირაში განსაკუთრებით ესე ვთქვათ გაუმძაფრდებათ ეს ინტუიცია და კარიერული თვალსაზრისით რაღაცა ახალ ნაბიჯებს თუ გადადგავენ, რომელიც ვთქვათ უფრო გააღრმავებს მათ პროფესიონალებს, ძალიან კარგი იქნება და კარგად დაუბრუნდებათ ეს კირჩხიბებს. ფინანსური თვალსაზრისით არ არის ცუდი პერიოდი ნამდვილად, პირიქით ახალი პროექტები, ახალი იდეები, რა თქმა უნდა, მათთან შეიძლება რომ მოვიდეს, თუმცა ახალი საქმეების წამოწყება უშუალოდ კონტაქტების გაფორმება, რა თქმა უნდა, არ არის არც კირჩხიბებისთვის რეკომენდირებული ამ კვირაში, მხოლოდ და მხოლოდ დაგეგმარება და 2 მარტი არის აი ეს ჩვენი გეგმების ჩამოწერის დღე. 2 მარტამდე გადავიაზროთ რა გვინდა, დაუმშვიდდეთ, ხოლო 2 მარტს ჩამოვწეროთ და მე უკვე მივყვეთ ამ გეგმებს, ხო, რაც ერთი თვის მანძილზე შეგვიძლია რომ შევასრულოთ. გადავიდეთ ლომებზე. ლომებისთვის მნიშვნელოვანი არის ანუ ფინანსური თვალსაზრისით ცოტათი შესაძლოა სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი დადგეს ლომებთან და რადგან ფიქსირებული ნიშანი არის, ფიქსირებულ ნიშნებს უჭირთ ზოგადად ტრანსფორმაცია და აქედან გამომდინარე შეიძლება ეს რაღაცა შინაგანი ბრძოლები ჰქონდეთ, რომ კი თუ არა ვერ დგავდნენ ნაბიჯს, თუმცა ლომებს ურჩევდი რომ მაქსიმალურად გაიარონ სულიერი ტრანსფორმაცია, ჩაუღრმავდნენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას. მოაგვარონ ის პრობლემები, ან ის ადამიანები შეიძლება მოიშორო, რომლებიც ანუ ნეგატივით ავსებენ და იმ სიტუაციებისგანაც ეცადონ რომ ეს ვთქვათ გაემიჯნონ, რომელიც მათთვის არის სტრესული. ფინანსური თვალსაზრისით რთული არის ლომებისთვის და ეცადეთ ლომებო რომ მაქსიმალურად მოკლედ ეს ვთქვათ ფინანსები არ დახარჯოთ და უკონტროლო ხარჯებისგან შეიკავოთ თავი. სხვა მხრივ ლომებთან პიროვნულ დონეზე არის სხვადასხვა ახალი ცოდნების, ახალი რაღაცა შინაგანი მდგომარეობის დაწყების პერიოდი და ეს იქნება ძალიან ესე ვთქვათ სასიამოვნო, ამიტომ ნუ გაუჩიუტდებიან ლომები მიყვნენ თავიანთ ასევე ინტუიციას. გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულებისთვის მომავალი კვირა პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე საქმიან ურთიერთობებში საკმაოდ დაძაბული არის. შესაძლოა წააწყდნენ რაღაცა უსამართლობას, მაგრამ აუცილებელი არის რომ აპატიონ და გასცენ, ანუ პატიება ევალებათ ქალწულებს და ნუ ჩაიციკლებიან რაღაცა წვრილმანებზე და რაღაცა დეტალებზე. ფინანსური თვალსაზრისით ქალწულებისთვის კარგი პერიოდი არის, არ არის ნეგატიური, უბრალოდ პიროვნულად ურთიერთობების პრობლემა არის, ასევე კარიერული ურთიერთობების პრობლემა არის, რომელიც რა თქმა უნდა გადავა და დასრულდება და რომლის გამოც ქალწულებმა არ უნდა გაიფუჭონ გრძელვადიან პერსპექტივაში თავიანთი რეპუტაცია, ანუ აპატიონ არ შევიდნენ კონფლიქტში. გადავიდეთ სასწორებზე. სასწორებისთვის აქაც საკმაოდ ისე ვთქვათ ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ ყურადღება, ანუ გადაღლის პერიოდი არის, შესაძლოა არის რომ შეიცვალონ სამსახური ან ახალი პერსპექტივა მოუვიდეთ სასწორებს, ან შეიძლება არსებულში ესე ვთქვათ შეიცვალონ პოზიცია, ხოლო ვინც არ მუშაობს, შესაძლოა დაიწყონ მუშაობა, თუმცა აქაც შემრჩევა იქნება რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ეს სასწორების შემთხვევაში განსაკუთრებით ერთ-ერთში იმუშავებს, რომ ჩვენი შინაგანი ემოციური ფონი გავლენას მოახდენს ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე ვურჩევდი მაქსიმალურად სიმშვიდეს, ხოლო რაც შეეხება მატერიალურ თვალსაზრისით, მატერიალურად არ აქვს სასწორებს რთული კვირა, პირიქით ჰარმონიული კვირა არის, მაგრამ ეცადონ რომ აი ეს შიშები დაძლიონ. გადავიდეთ მორიელებზე. მორიელებისთვის აქაც შვილებთან დაკავშირებით ახალი სასიყვარულო ურთიერთობები სხვადასხვა პროგრამდება, ასევე შვილებთან დაკავშირებითაც გადადის რაღაც ახალ ეტაპზე. მორიელებს ევალებათ რომ გასცენ უპირობო სიყვარული განსაკუთრებით ამ კვირაში, როგორც მშობლების მიმართ, დედმამიშვილების, შვილების და ზოგადად ოჯახის წევრების მიმართ. ეს არის მათი სულიერი პასუხისმგებლობა, რომელსაც აკისრებს სამყარო, ასე რომ
ვურჩევდი რომ მაქსიმუმად არ გააპროტესტონ ის ვალდებულებები, რომელიც აკისრიათ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ვალდებულება. ხოლო ფინანსურად დაძაბული არის ნამდვილად მორიელებისთვის კვირა და ეცადონ რომ მაქსიმალურად ფინანსური ხარჯებისგან თავი შეიკავონ ამ კვირაში მორიელებმა. მშვილდოსნებსაც შეეხებათ, ანუ მშვილდოსნებთან აქ ოჯახური კარიერული თვალსაზრისით რაღაც ახალი იწყება, ან სიახლეების პერიოდი არის. მშვილდოსნებს ვურჩევდი რომ ოჯახურ იდილიას, ოჯახურ გარემოს, სადაც ცხოვრობენ, აი იმ ატმოსფეროს მიაქციონ ყურადღება და მაქსიმალურად შექმნან სასიამოვნო გარემო, ეს ერთმნიშვნელოვნად დაეხმარებათ ენერგეტიკულად და ასევე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ნუარიდებენ თავს პასუხისმგებლობებს, ხოლო ფინანსებს რაც შეეხებათ, ფინანსურად ჰარმონიული კვირა არის მშვილდოსნებისთვის, პირიქით შეიძლება მოიმატოს კიდევაც შემოსავალმა, მაგრამ პიროვნულად ცოტათი დაიპრესებიან, თუმცა ესეც სასიკეთოდ დაუბრუნდებათ, რა თქმა უნდა, უკან. თხილსქებზე გადავიდეთ, თხილსქებს უწევთ რაღაცნაირად გარშემოყოფებზე პასუხისმგებლობების აღება, შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს და რჩევა კითხოს ამ კვირაში, შესაბამისად ნუ დაიშურებენ ამ რჩევების გაცემას თხილსქები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად პარტნიორულ ურთიერთობებში თხილსქებთან არის ცოტათი აგრესიული ფონი ოჯახურ ურთიერთობებში და ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ შევლენ კონფლიქტში, პირიქით აპატიონ და მოусმინონ, ანუ თხილსქებს ევალებათ მოსმენა სხვა ადამიანების მდგომარეობაში შეცვლა, ანუ სულიერი, ესე ვთქვათ, მდგომარეობის გაზიარება და მე რჩევების გაცემა. ფინანსებს რაც შეეხებათ, ფინანსურად კარგი კვირა აქვს თხილსქებს, უბრალოდ აი ამ პასუხისმგებლობებს ნუ გაიქცევენ, რაც არის უშუალოდ ადამიანური პასუხისმგებლობები. გადავიდეთ მერწყულებზე. მერწყულებთან საერთოდ ყველაზე რთული პერიოდი უკვე პრინციპში დასასრულს უახლოვდება. აქვთ ახალი ცოდნების მიღების საშუალება. შესაძლოა ბევრმა მერწყულმა დაიწყოს შემოქმედებითი საქმიანობა, გაყვეს თავის ესე ვთქვათ ინტუიციას, მაგრამ აქაც მერწყულებმა ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ ყურადღება და განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით აქ აუცილებელი არის რომ დაზოგონ და დააფასონ თითოეული თეთრი, იქიდან გამომდინარე რომ დაუფასებლობის გამო შეიძლება მერე მიიღონ რაღაც ეს თუ გაკვეთილები ხო სამყაროსგან. რაც შეეხებათ თევზებს, თევზებისთვის რა თქმა უნდა ეს აქცენტირებული არის, ანუ თევზებში ყავს მთელი ესე ვთქვათ სტელიონი ფაქტიურად და თევზებში იქნება დაბნელებების და მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა თევზებისთვის. აი აქაც თევზების შემთხვევაში განსაკუთრებით ამოიყრება ეს ინტუიცია, შეიძლება გქონდეთ ძალიან დიდი ესე ვთქვათ რაღაცა წინასწარმეტყველური სიზმრები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ საკუთარი თავის სიყვარული გამოავლინონ, ანუ ნუ გადაყვებიან სხვა ადამიანს, საკუთარ თავს ჩაუყმავდნენ საკუთარ სულიერ მდგომარეობას. ეს არის თევზებისთვის მნიშვნელოვანი. ფინანსურად აქაც ცოტა დაძაბული არის თევზებთან, ანუ რაღაც უნდა გადახედონ თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას. ხოლო როგორც შეიყვარებენ საკუთარ თავს თევზები ამ კვირაში და როგორც მოუვლიან თავიანთ სულიერ მდგომარეობას, იგივე უპირ რეაქციას მიიღებენ სხვა ადამიანებისგანაც და სამყაროსგანაც. ამიტომ თევზებს შეუძლიათ რომ ძალიან კარგად გამოიყენონ ეს პერიოდი და მაქსიმალურად ბევრად წინ წავიდნენ, ან უკან დაიხიონ. რა თქმა უნდა, არჩევანი მათზე არის, თუმცა პერსპექტივა ნამდვილად არის, რომ ეს პიროვნული რაღაცა სტრუქტურა შექმნან და ააშენონ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სასიკეთოდ იქონიებს გავლენას. დიდი მადლობა ხატია ეს ამომწურავი ინფორმაციისთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს და ალბათ მაყურებლებიც შენს რჩევებს შენ გემშვიდობებით შემდეგ ორშაბათამდე ჩვენ კი მადლობა თქვენ ვაგრძელებთ გადაცემას შესრულდა ზუსტად 10 საათი და აჭარის ტელევიზიაზე საინფორმაციო გადაცემის დროა სულხან წულუკიძე ყავს პირდაპირ ეთერში დილამ კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო მესალმები ყველას ვინც ახლა შემოგვერთდა გადავინაცვლოთ ვარსკვლავებიდან და ვნახოთ რას ამბობენ საქართველოსა და მსოფლიოში თითოეულობა ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური თოვის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს, მათივე ცნობით ქალაქის მასშტაბით სამუშაოებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ასევე გამოსულია მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელი დაფიქსირდა 80-მდე ხელმძენარის დაზიანება. აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება ამ ეტაპისთვის უწყებად მიეწოდება მოსახლეობას. წყალი.
ბათუმში საჯარო ბაღებსა და სკოლებში დღეს 24 თებერვალს სასწავლო სააღმრძლო პროცესი ჩერდება, მიზეზი ძლიერი თოვა და ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. გაცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ. დილიდან განახლდა გზის გაწმენდითი სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების და პრესამსახურის ინფორმაციით გუშინ გაწმენდელ გზებზე სამუშაოების ჩატარება თავიდან უწევთ, რადგან ინტენსიურმა თოვამ გაწმენდილი გზები თოვლით ისევ დაფარა. თავდაპირველად ცენტრალური ქუჩების გაწმენდა მიმდინარეობს, უწყების ცნობით სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრა ნახევარს აღწევს. უწყვეტი პროტესტის 98-მერვე დღეს ბათუმში ისევ შეიკრიბნენ აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა და კანცლერობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა. მერცმა მადლობა გადაუხადა თანაპარტიელებს ბრწყინვალე სამუშაოსთვის. გმადლობთ ყველას და ახლა წვეულობის დროა, ჩვენ გვინდა რემბო ზამბო, წამოიზახა მერცმა და მხარდამჭერების აცეკვდნენ მუსიკაზე სახელწოდებით რემბო ზამბო, რომელიც გერმანელმა კომიკოსმა ფრიდრიხ მერცის მხარდასაჭერად შექმნა. მერცის თქმით, ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი პარტნიორი დასჭირდება პარლამენტში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში წინასწარი ოფიციალური მონაცემებით სავარაუდოდ გაიმარჯვა ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირების ბლოკმა ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მეორე ადგილზე გავიდა, რომელმაც თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ოლაფ შოლცის გერმანიის მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგით. გერმანიის ფედერალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების მემარჯვენე ცენტრისტულმა ბლოკმა, რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს, ხმების 28.6% მოაგროვა. რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 3 წელი შესრულდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა და აცნობა, რომ უკრაინის დონბასის რეგიონში როგორც თავად მოიხსენიებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა. ომის დაწყებამდე 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც CNN იუწყება, 2022 წლის შემდეგ უკრაინამ ტერიტორიების 11% დაკარგა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით უკრაინაში კონფლიქტის დროს 40,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. მილიონობით ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული, უკრაინული ქალაქები და სოფლები კი ნანგრევებადაა აქცეული. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორშაბათს 24 თებერვალს კიევში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრებზე მიიღება მტკიცე გადაწყვეტილებები, ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებზე. ბრიუსელში ევროკავშირის შენობები რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის დროშის სფერებში განაცდა. უკრაინის ომმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურმა კონფლიქტმა მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, უკრაინის ქალაქები და სოფლები კი ნანგრევებად. ომმა შეაფერხა გლობალური ეკონომიკას. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა მილიონობით უკრაინულ ტოვილს თავშესაფარი მისცა და რომ დაახლოებით 48.5 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება გაუწია მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ ქვეყანაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა თავის მოკავშირეებს შეასრულონ ყველა დაპირება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს 24 თებერვალს თურქეთში ჩადის. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ასევე როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატოს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის
2022 წლის ომის დაწყების შემდეგ მზად აიკისროს ეს როლი მომავალ პერიოდშიც. წყაროს თქმით, თურქეთში განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას. ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ელ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა. ასეთი იყო ახალიანები ამ დროისთვის მთავარს გიყვე 12 საათიდან ჩემი კოლეგა სოფო ხელაძე გაუძღვება მე ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა სულხან დროებით გემშვიდობებით ხვალამდე უფრო სწორად ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა შევახსენოთ მაყურებლებს თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. კი მე მაინტერესებს ბავშვობაში შენ თუ გქონია ეს გამოცდილება ინტურისტების წინ არსებობდა ესეთი კლარას ბარი რომელიც დღემდე არსებობს და იქ მზადდებოდა კლარას ჰოტდოგები რომელიც არ ვიცი ძალიან გვეყვარდა თითოეულ ჩვენგანს და შენ თუ მიგირწმევია კლარას არა კი ნამდვილად ზაფხულში კლასიკა ნამდვილად სანაპიროს შემდეგ როდესაც სხვაზე რუჩს მივიღებდი გადმოდიოდი და საუცნობდი მათ კი ძალიან გემრიელი ჰოტდოგები აქვს ქალბატონ კლარას მოვიკითხოთ აქედან დიდი სიყვარულით იმიტომ მართლაც რაღაც კოლორიტული ადგილია იქაურობა სხვათა შორის ჩვენმა ნორჩმა კოლეგამ ქეთა თხილაიშვილმა უნდა მოგვიმზადოს ახლა სწორედ რომ ჰოტდოგი ოღონდ თავისი საინტერესო რეცეპტით გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღესვე მოგემზადებ ჰოტდოგის ძალიან სახლურ, ჩემებურს და ძალიან გემრიელ და მარტივ რეცეპტს. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდება მდოგვი, სოსისი, მაიონეზი, მჟავე კიტრი, წითელი ხახვი, ბაგეტი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კლასიკური ჰოტდოგის პურები და კეჩუპი. დრო არ დავხარჯოთ და უკვე შევუდგეთ მომზადებას, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ მივირთვა ეს ჩემი ჰოტდოგი. პირველ რიგში მოდი მოვამზადოთ соуსი, რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ მაიონეზი უნდა მოვათავსოთ კეჩუპთან. აი ესე. ეხლა ავიღოთ მჟავე კიტრი და მჟავე კიტრის დავჭრათ პატარა ნაწილებად. აი ესე, ეხლა ჩავუყაროთ. ერთი კიდევ. ეს არის ჰოტდოგის კლასიკური соуსის რეცეპტი, რომელიც ასე თქვა ძალიან პოპულარულია და ყველას ერთხელ მაინც გვსმენია. თან არის უგემრიელესი და არა მარტო ჰოტდოგს უხდება ეს соуსი. ჩავყაროთ ესეც და ავურიოთ ახლა კარგად. თან დავამატოთ მდოგვი, ეს არის ამერიკული მდოგვი. კარგად დავურიოთ ამას. ნახეთ ამაზე მოვარდის პროფილი გამოვიდა რაღაც მონეტის. ეხლა ეს გვერდით გადავდოთ და შევუდგეთ ხახვის დაჭრას. და დავჭრათ კალება ნახევარი ხახვი. შეეცადეთ თუ დაჭრათ წვრილად ხახვი. დავშალოთ ახლა. დავაკუცოთ. ეხლა აქ დაფაზევე მოვაყაროთ ცოტა მარილი. ხელები თავურიოთ ცოტნაო. და გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთით. მანამდე სანამ მარინადდება ხახვი, სოსისი უნდა გადავიტანოთ ტაფაზე და ოდნავ მოვბრაზოთ წავედით. მზად არის სოსისი, ახლა შეგვიძლია შევუდგეთ ჰოტდოგის აწყობას. გადმოვიტანოთ პური. წავუსვათ соуსი.
ეხლა სოსისი, რომელიც არის ძალიან კარგად შემდაწული, მოვათავსოთ აქ. ისე, ზევიდან სოუსი. და გავაფორმოთ როგორც. ნახეთ. ეს სახური, მარტივი და უგემრიელესი ხოთი. იგივეს ვივეორებთ მეორეჯერაც, ვაკეთებთ მეორეს. ესე. ჩავთ სოსისი. მოვაყაროთ ხახვი. Yes. გადავიტანოთ ხა აქ. ნახეთ. რა სიომაზე გამოვიდა. აი ესეთი სიამაზით გემრიელესობით გემშვიდობებით მომდენო რუბრიკამდე კეთილი სრულებით. ხა წავალ, მე ჩემს საერთოდ დავწყვები და ამას შევახრამუნებთ ორივე ძალიან გემრიელი. დავბრუნდით ეთერში, გემრიელად გამოიყურება ნამდვილად ქეთას მომზადებული კერძი. პრინციპში დასასრულისკენ უნდა წავიდეს ჩვენი ეთერი. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში დღეს თოვლს და საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა, გარეთ საოცრება ხდებაო, გვეუბნებიანაგერ ყურში და კოლაჟის მოგიმზადეთ ჩვენ, აი როგორია თეთრი ქათქათა ბათუმი, როგორც იქნა გაქათქათდა ბათუმი, იმიტომ რომ შენობები არ აძლევს შენობების ფერები სრულიად გაქათქათებას ბათუმს, გაქათქათების საშუალებას ბათუმს და აი ესეთი არაჩვეულებრივი ფოტოები დაფიქსირდა ინტერნეტ სივრცეში, რომელიც ესე შევკარით და მაყურებელს აქვს ახლა საშუალება რომ ეს ყველაფერი ნახოს. ტყუილად კი არ დაწერილა ბათუმზე სიმღერა ბათუმს ქათქათაზე. ნამდვილად უხდება ბათუმს თოვლი. მზეც, მაგრამ თოვლი განსაკუთრებულად. და პრინციპში ჩვენ შეგვიძლია რომ გავიდეთ გარეთ და თავად ვნახოთ როგორი თოვლი. ვიგუნდაოთ? ვიგუნდაოთ. შეგვიძლია გავიდეთ? წავედი. შეგვიძლია გავიდეთ გარეთ. გავიდეთ გარეთ. როგორი ტემპერატურა, როგორც პრინციპში ვემშვიდობებით, თუმცა გარეთ შეგიძლიათ რომ გამოყვეთ. ნახოთ, როგორი ამინდია. აი, როგორი ამინდიყო. ვაიმე რა. როგორი ამინდიყო. ვაიმე რა მაგრად თავს და რა კარგია. აი, ჩვენი საოცრება ხდება ხალხო. სხვათა შორის ყველაზე დიდი თოვლი ბათუმის ისტორიაში ყოფილა 1911 წელს, იცოდი შენ? ვიცოდი. 4 მეტრამდე თოვლი მოსულა, პრინციპში 1 საუკუნის წინ მოხდა ეს ამბავი და ამ ფაქტს გალაქტიონ ტაბიძემ ლექსიც კი მიუძღვნა სახელწოდებით არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წელი. დემეტრე, იცოდი ეს ყველაფერი? ასევე 1985 წელსაც ყოფილა ძალიან დიდი თოვლი. გამარჯობა. ჩვენი საყვარელი ოპერატორი და ჯიჟი. ჯიჟი კაია. ვაიმე რა მაგარი. გუგუდა. სულხან ტულუკიძე მოდი აქ. ახლა გამოდით გარეთ, მოეშვით სამსახურებს, სკოლებს, ბაღებს, გამოდით გარეთ და სახალხო გუნდაობა მოვაწყოთ. საოცრება ხდება დღეს ჩვენს ქალაქში. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება, თოვლი არ წყდება, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. მეგობრებო, ნამდვილად კარგი ამინდია. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, როგორც ჯიჯი მახსენა გადაცემის დაწყებისთანავე სკოლები მოიხსნა, ბაღებიც, ამიტომ გამოიყვანეთ თქვენი ბავშვები. თავში არ გარეთ იგუნდავეთ. კადრს მიღმარო ხართ მაგრები, შემოდით კადრში და კადრში ვიგუნდაოთ. და რა მშვიდობოთ მაყურებლებს. ანასაც
მე არ მაცივდები გავცივდე გავცივდება ამიტომ ეცადე გემშვიდობები ძვირფასო მაყურებლებო ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა ხვალ დილის 9:00-დან ისევ გვიყურეთ მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მადლობა და გამოდით გარეთ დროებით სახალხო გუნდაობა ეწყობა დღეს რომელ საათზე 3 საათზე 3 საათზე სახალხო გუნდაობა ევროპის მოედანზე გამოდით ყველა 3 საათზე ხვალამდე